საჭმელი რომ მიაქ და ესე რო უკითხავს და რაღაცა ეგეთი რო იყოს რა. რატომ ეთქოს რა? ძალიან მაგარი AI მოდელი არის რა, ძალიან კარგი არის. ანუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგას ტიპი და გაკონტროლებს აბა ტროტუარიდან ფეხს ჩამოდგავ თუ არა, თუ ჩამოდგავ რა მოგივა ეგ არის. მე ყველა უნდა გავამდიდრო. ყველას ერთხელ მაინც უფიქრია რომ ვეფხის ყავოსანზე რაიმე ხომ არ გავაკეთე. დღევანდელ თაობას არ აქვს, არ აქვს. მოგესალმებით, ეს TikTok-ია და გიბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ოზი. ოზი, მადლობა პირველ რიგში, რომ გვესტუმრე. დღეს არ გვაქვს თემა, მაგრამ ასაჭირო არ ხო, ასაჭიროა და მე მგონი რაღაცებს მივყვეთ და ეტაპობრივად მე მგონი რაღაც საინტერესო ფაქტებზე ვისაუბროთ. ჩვენი თანამშრომლობის, ყოველდღიურობის ისაზღვრეს აქტუალურია, გეიმინგით, YouTube-ით, AI ტექნოლოგიებით და ნახოთ რას მოიტანს კიდე საუბარი. ბიჭო, ხო, რავი, ჩვენი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა კი არა, რა კვირაში ერთხელ რაღაცას რო ვლაპარაკობთ ხოლმე 15 წუთით 15 წუთი კი არა, 5 წუთიანი საუბრის მაგივრად საათნახევარი მე რო ვლაპარაკობთ ხოლმე. ხო, აი ეს საუბარი რა და რამდენჯერაც თქვით რომ მოდი, ესა რა ქვია, ეხა არა, მე რესთვის შემოვინახოთ, აი მივაცალოთ ხო. ეს არის მე რა, მოკლედ და რაღაცები გავარჩიოთ რა. YouTube-ის დააგრდა ხო რაღაც ნახვები ჯამურად ყველას. ბიჭო, კი, იმიტომ რომ რაღაცნაირად TikTok-თან წავიდა მაგარი კონკურენცია რა. TikTok-ი იღებს ძალიან დიდ screen time-ს რა და ეგაა ყველაზე ისეთი ალბათ. რაც ესე ვთქვათ კონკურენციას უწევს რა, იმიტომ რომ ეხლა რო ვაკვირდები რა ზოგადად YouTube-ზეც გადმოდის როგორი სტილის ვიდეოები. იცი უბრალოდ როგორი სტილის ვიდეოები ვარდება რა. Attention spans რო იმენა თავიდან მაშობა რა ქვია, გაჭერინებს რა. როგორც აი TikTok-ზე არის ხოლმე, ხო იცი სწრაფად რო უნდა გაკეთდეს რაღაც გადასვლები ვიდეოში რა. არ გადართო რა. ხო, აი ეგეთი ისინი რო არის და ვიდეოშიც მაქსიმალურად მასტიმულირებელი მომენტები თუ არ არის ხოლმე რა, ტიპები რთავენ რა და აღარ უყურებენ რა. მაგრამ ერთი გამონაკლისი სოსო არის, რომელიც ანუ ხო, ეხლა რაღაც რეკორდები დადო, ხო რა ტიპი. კორეის ვიდეომ ხო საერთოდ იმე ჩრდილო კორეის ვიდეომ საერთოდ ისეთი რეკორდი დადო არც მე ვერ ხვდები რანაირად რა. ბიჭო, მეც კი უყურე ეხლა რა, მაგრამ აი ტეკ კონტენტი რო არის ხოლმე მიჩვენე და ტეკ აი მაგრამ რაღაც აწყობა დაშლა რაღაცებს უყურო ვიდრე მოგზაურობას, იმიტომ რომ ბიჭო, ხო, მაგრამ ნახე როგორ რაღაც არის სოსო აკეთებს ისეთ კონტენტს რა, რომელიც აი ჩათვალე იქაურობას აცნობს ტიპებს, აი ტურისტულ რაღაცას აცნობს რა და აი ხა ვიღაცას რომ უნდა ხოლმე წასვლა სადღაც რა, სოსოს ვიდეოს რომ ნახავს experience გაიგებს როგორი არის რა, ოღონდ აი მინე იმ ტურისტულ experience გაიგებს რაც არის რა, ანუ მე მაგალითად პირიქით ცოტა სხვანაირად მისწორდება ხოლმე, მე მისწორდება ლოკალური experience-ი რო არის ხოლმე რა, ტურიზმის სხვანაირი, ხო, შიდა კლუბები რაღაცები, ეკოსისტემა რაღაცა. ზუსტად როგორ არის, გარეუბნები როგორი არის, იქ რა არის, როგორაა ეგეთი ისე. სოსო მიდის ხოლმე ძირითადად ისეთ ადგილებში, რომელიც პოპულარული არის და ხალხი ეძებს და ძალიან კარგი გათვლა არის იმ მხრივ, რომ კონტენტში ყოველთვის აი ეგ მოდის რა. და უყურებს ხალხი მაგას. და კორეაზეც ეგ იყო რა, ეხლა ჩრდილო კორეაში ყველას გვაინტერესებს რა ხდება რა. ო, სხვა შორის მაგან კიდე რაზე და ჰაიპ და იცი ეგ ამბავი? სოსონუ დადო რომ არ დადო თუ ვიდეოებიო და რაღაცა. აუ ბიჭო, ეგ მაგარი ისა რა ქვია, მაგარი საშიში რაღაცა იყო. რო გაუკეთეს ტიპებმა რომ ანუ მე არ ვიცოდი. მაგრამ გაუკეთეს რა ეგ მიმები დაიდო TikTok-ს. ხო, ანუ ეხო ძალიან ბუნებრივი ნაწილია რომ მიმი ყველა პონჩი დაიდო. მიმი კი, მაგრამ ნახე მიმის დადება და პაходу სოსოს დატაგვა იქ, რომელიც მე search bar-ში იძებნება და სანამ ეს კორეაში არის და იქაური მთავრობა ვაფშე აბა სოციალურ ქსელში რა ხდება, იმენა ზედაზის რა ტიპს რა, ანუ ცოტა არ იყოს მაგარი გაშარვის ის იყო რა ქვია რა. ხო, ეგ მე მგონი ის არის კაი გამოცდილება რომ წინასწარ უნდა გააკეთო ეგეთი. თუ არ შეიძლება თქვა რომ მოდი ხალხო ცოტა ხანი თითქოს არ არსებობა. ბიჭო, სრული საგიჟეთი იყო ეგ რა, ანუ ხო და მე ის ნახე ეს ამერიკელი სტუდენტი რომ ჩამოხსნის გამო რაღაცა რა. ხო, ფოტო ჩამოხსნა ტიპმა და მაგის გამო დაიჭირეს და 15 წლით ჩასვეს ჯერ და მე ექსტრადირებიდან ოთხში დაიღუპა ხო ტიპი რა, ანუ ის სრული მომაკვდავი გაუშვეს ფაქტობრივად განწირული იყო უკვე რა. ანუ ისეთ სუდღეში იყო რომ ანუ სანამ ხელში ჩაგვაყდა მოდი გავუშვათ და იქ მოკდესო რა, იქ ჩაიწეროს ეპელი რაღაც. მაგრამ ის არის თან მაგ ტურისტ ბუღამიც როგორია, იცი მე რაღაცა 2000-იანების ამდენიმე ამერიკელის იმას უყურე როგორ ხდება დიქტატურაში რა, რომ აი მათ შორის ტურებს აკეთებენ, სადაც ფასადურ რაღაცებს გაჩვენებენ, იმას გაჩვენებენ, რაც უნდა გაჩვენონ, კი, ეგრე არის. ხო, და ამ შემთხვევაში ზუსტად ის იყო, რაც სოსომ გაჩვენა, რომ აი დასუფთავებული ქუჩები, რაღაცა მოწესრიგებული ხალხი, ადამიანები, რა თითქოს სიმშვიდე, არავის ურტყავს, ძალადობა არ ხდება, რაღაც ხო ხდები რა, ანუ ეგ ანუ როგორ თქვა, იცი, აი ჰარმონია რო არის. ხო იცი, საბჭოთა კავშირში ყველაფერი
ყველაფერი კარგადაა. აი ეგ რაღაცა იყო რა ზუსტად, მაგრამ ანუ აი იმის იქით რა ხდება? როგორ შეხედა, ხო? სხვა პერსპექტივაში შეხედა, მიხვდები რა დღეში არიან. კი. ანუ აი რომელიც ცოტა ხანს შეიძლება ჩვენს დაგვემართოს. ქუჩაში რომ მიდიხარ და უბრალოდ იქაური ის რა ქვია პოლიციელი თუ რაც არის, ანუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგას ტიპი და გაკონტროლებს აბა ტროტუარიდან ფეხს ჩამოდგავ თუ არა, თუ ჩამოდგავ რა მოგივა ეგ არიცი, იმიტომ რომ რავი, დიდი ალბათობით ვიღაცამ რომ გადაიღოს ეგ რომ ვიღაცამ ტროტუარიდან ფეხი ჩამოდგა, იმასაც დაიჭერა, ვინც ფეხი ჩამოდგა. პლუს ვინც გადაიღო, იმასაც ზედ მიაყოლებენ და ეგ კადრები ვერსად ვერ გამოჩნდება. ამას წინად იყო რაღაცა ვნახე TikTok-ზე ვიდეო, სადაც ტიპს ქონდა გადაღებული სასტუმროდან, ანუ ჩრდილო კორეაში სასტუმროდან ფეხბურთის მატჩი. ხო, ანუ ოღონდ როგორ გამოიტანა ეგ მასალა, ანუ არის ცალკე ის რა ქვია რა, ანუ აი სასწაული, მაგრამ ფეხბურთის მატჩი რო იქ რო ანუ ვითომ და აი ძალიან დიდი თამაშები აქვს და მაგარი დიდი ისმედის რა ქვია, აუდიტორიით არის და რაღაცა სამი კაცი იჯდა რა ტრიბუნაზე და რაღაცა ეგეთი ის იყო რა, ანუ აი სადაც ხოვრობენ იმათ და სადაც ხოვრობენ და ეხა ამ დროში ტექნოლოგიები რო განვითარდა, სადაც deep state-ები, რა ძალიან მარტივია დამონტაჟება ნებისმიერი ვიდეო, აუდიო. Deep state-ები კი არა, deepseek-ები. Deepseek-ები, ხო. Deepfake-ი უნდა მეთქვა вообще. Deepfake-ი და ხო, ცალკე. Deep state სადამდე მოგიყვანა. ხო, deep state, deep-ზე ადრე deepfake-ი მახსენდება და ეხა state-ი მახსენდება, რატო ვყაც. აი, მე კი deepseek იცი რატო გამახსენდა ეხა მაგაზე, რომ აი ძალიან მაგარი AI მოდელი არის რა, ძალიან კარგი არის რა, გავტესტეთ ბიჭებმა რა და ძალიან კარგი არის. უბრალოდ ერთადერთი რაღაცა აქვს რა, ბაიასი აქვს ჩინეთზე რა. ბიბული ხარ ეგრე. ანუ ეგრევე რა, ოფლაინში რო წამოიღო და ოფლაინში რო ასწავლო შენით, ძალიან მაგარი თული არის რა. ანუ OpenAI მე ცოტა ხნით არის მაგარი, იმიტომ რომ მე ხო ვითარდება რაღაცები და შენ თუ არ დააერთე ისევ cloud-ზე. cloud-ზე თუ დააერთე, ჩათვალე ეგრევე მოდის რომ ჩინეთი ხო რა. ხო. მაგრამ ის არის ძალიან მაგარი სისტემა იყო და უფასოდ დადება მაგდონის AI tool-მა. აგერ ChatGPT-ს აიძულა რომ რაღაც სერვისები რაც ფასიანში ქონდა უფასოში გამოიტანა რა. თუმდაც ეხა აი ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან მიდიოდა ამ Ghibli სტილზე და რაღაცეებზე ფოტო დამუშავების Sora, ანუ ხო ადრე ქონდა DALL-E და ეხა ადგნენ და Sora-ში გააერთიანეს და ფოტო ვიზუალური დამუშავება, გენერირება გახადეს idеალური, იმიტომ რომ მე Midjourney-ს ვიყენებ გამოსვლის დღიდან, აი პირველი დღიდან რა, 3 წელია ხო როგორც 3 წელია და Midjourney-ს მსგავსი დამუშავების გენერატორი ჯერ არ არსებობდა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიზუალიზაცია აქვს რა. მათ შორის იქ სტილები რაღაცები თუ თუ იყავი კარგი ტექნიკური მცოდნე დიზაინის, კარგი ხარისხიან კონტენტ შექმნიდი. და ეხლა რა ხდება? Sora-მ რაც გააკეთა ChatGPT-სთან ერთად, რომ გააუმჯობესა გაგების სტრუქტურა, ანუ ძალიან მაგრად ესმის, რას ეუბნები, რა უნდა გააკეთოს. მაგალითად, ერთ და იგივე პრომპტი ეხლა შეგვიძლია რაღაცა ვაჩვენოთ ნიმუშად, ერთ და იგივე პრომპტი რომ გავუწერო Midjourney-სა, Sora-ს, ისა Midjourney-სა Sora-ს, ხო? Sora გააკეთებს იდეალურად სწორად. შეიძლება გრაფიკულად ოდნავ სხვადასხვანაირად იყოს, მაგრამ კარგად ესმის რა, ხვდება რა შეუნები და მე თუ რაღაცა ცვლილება გინდა შეგიძლია რომ უბრალოდ შეცვალო რა. და Midjourney გიგენერირებს ვიზუალურად ხარისხიანს, მაგრამ იმას არ რასაც შემიხარი. ანუ ოდნავ სხვაგან წაიღებს როგორც მინიმუმ. ხან ძალიან, აი მაგალითად თუ პოსტერის გაკეთება გინდა. პოსტერს Midjourney-ზე ძალიან რთულად გააკეთებინე. იმიტომ რომ ახსნა უჭირს. ახსნა, ანუ პოსტერზე ხო ბევრი დეტალია. ანუ პოსტერზე არის ბექგრაუნდი, ფრეიმი, სტილი, ტექსტი, რაღაცეები რა. მაშინ შევა დაშალო და იქ აწყობდი ხოლმე სხვანაირად. ჯერ ბექგრაუნდს აწყობდი, მე რაღაცა ფრეიმს, მე რაღაცას და ტექსტს მეთონ ვადებდი. ხო, ანუ ესე. და Midjourney-ში ისა Sora შეგვიძლია რომ ყველაფერი ერთად გააკეთო. ანუ ერთ პრომპტში უთხრა ყველაფერი და გააკეთო. ეგ სხვათა შორის მე ანუ Midjourney-ზე დიდად შეხება არ მქონია რა, ანუ თავიდან რომ გამოვიდა მოდელი, მაშინ რაღაც ცოტათი გავიმაიმუნე და მორჩა რა და ეხლა Sora რო GPT-ზე ჩააყენეს რა, ანუ მან ავდექი და პროსა მაინტერესებდა როგორ შეიძლება და რომ გაეკეთებინა რა, ვაჭამე ჩემი ფოტო და აქედან უთხარი რომ აი ამ სტილის ეს გამიკეთე, ესეთი ბექგრაუნდი მინდა მეთქი რა, ესეთი ეს მინდა მეთქი, ანუ დაბლარული ბექგრაუნდი მინდა მეთქი, რომელიც ბლარი ვაფშე არ იყო რა, საერთოდ არსად რა, მთლიანად ყველაფერი ჩანდა რა და ჩემი ფოტო აიღე და ამ სტილში დამიხატე მეთქი რა და ბიჭო გამიკეთე იდეალურად რა, ანუ პირველივე პრომპტზე ისეთი მომცა რომელზეც მეთქი, ოკეი, კაი, მოდი აბა სხვა იტერაციაც გამიკეთე მეთქი რა, ამის და მეორე იტერაცია რომ გამიკეთე, ისევ პირველი უფრო ის, ანუ პირველი მომცა ზუსტად ის რაც ვუთხარი. მეორე მომცა უბრალოდ იქიდან სხვა ოდნავ სხვანაირად თვითონაც შეცვალა ხო რაღაცა. ხო, მაგრამ ანუ ის არისო რაც მე ვუთხარი რა, ანუ უკვე თვითონ თავისებურად გააკეთა რა. ხო, მაგის თავისუფლებაც აქვს რა რაღაც მომენტში. ხო და ცოტა არ იყოს და მაგარი არის, მაგრამ მე რა დავფიქრდი და ამდენ ფოტოებს რო ვაჭმევთ ამას და ამდენ ინფორმაციას რო ვაჭმევთ რა. ცოტა არ იყოს და საშიშიც არის. მაგაზე რა იყო, იცი ეს?
Ghibli სტუდიომ ხო ისქნა რა ქვია ხო გამომჟღავდა რომ სარჩელი თუ რაღაცა ნუ წერილი გამოაქვეყნეს რომ არ მიესალმებიან ამ ყველა სარჩელს რაღაცებზე რამდენად ზუსტი იყო მე პირადად არ გადამოწმებია და შეიძლება ფეიქიც იყო რა ნუ არ შემიხედავს მაგრამ ის ერთი კვირა რადოშიც მილიონობით ადამიანი აგენერებდა Ghibli სტილის ნამუშევრებს ოფენერებს საკმარისია რომ Ghibli სტილის ნამუშევრების გარეშე უკვე თავისი ბაზა აქვს რა ანუ ფაქტობრივად რაღაცა ერთი კვირა შემოაგდო ისეთი კონტენტი რაც შეიძლება არ ქონათ უფლება აღლების, მაგრამ ნუ ქონდათ, ერთი დღე შეიძლება ყოფილიყო ეგ არ ვიცი, მაგრამ რატო არ ქონათ ეგ ანუ მაგაზე რა ანუ რა მნიშვნელობა აქვს ანუ სტუდიო Ghibli მაგაზე რას უჩივლებდა ანუ ვერანაირი ლოსუთი ვერ იქნებოდა იმაზე რომ ანუ ჩემი არტის იმიტირებას აკეთებს ვიღაც სხვა რა ანუ ამას ხო არ იყენებდა კომერციულად ხო ამაში ძალიან ბევრი და კომერციულად იყენებენ რაღაც პონჩი რა არა მე სხვა რაღაცას გულისხმობ ანუ მე თუ გამოვიყენე კომერციულად ანუ ანიმაცია თუ გააკეთე არა აბა ნახე როგორ რაღაც არის მე ხო არ ვიყენებ კომერციულად როგორც სტუდიო Ghibli-ის მიერ შექმნილ რაღაცას რა ხო ანუ აი ხა წარმოიდგინე როგორი კონტი არის ის ტრანსფორმერების ნაირი რაღაცა ფილმი რო გავაკეთო და ტრანსფორმერებმა მიჩვენონ რომ ეს ჩემი copyright infringement-ი არის რა ანუ ვერ არის ეგ იმიტომ რომ ზუსტად ის ტრანსფორმერი არ გამომიყენებია ზუსტად შენი სახელი არ გამომიყენებია რომ შენ მიერ არის გაკეთებული ან რაღაც რა ანუ ეს არის რაღაცა იტერაციული თემა და აი ტრეიდმარკის და ინტელექტუალურ საკუთრების თემა რომელიც შეიძლება დაცული ქონდეს არ ვიცი ხა კონკრეტულად ტრანსფორმერის რადაც აქვს მაგრამ ეხლა რო გააკეთო შენ ადამიანის პრინციპი ბევრს გაუკეთებ ადამიანის ობობის მსგავსი კოსტუმით იგივე უნარებით რავი რამდენი არის ეგეთი ვარიანტი იაპონური მინახია რაღაცა კორეულია იაპონური კი არა ანუ თუნდაც DC-ს ქონდა Sideswipe ქონდა როგორც მახსოვს ეგეთივე პერსონაჟი უბრალოდ სხვანაირი ფორმა ეცვა და ნუ თლად ზუსტად იგივე ის არის ყო რა ქვია პერსონაჟი როგორც პიტერ პარკერი იყო მაგრამ ანუ ხო ვერ გავარდა მაგრამ ანუ იგივენაირი პერსონაჟი იყო DC ხო DC და Marvel-ი ხო ერთმანეთს ანუ ყველა პერსონაჟი ერთმანეთის კოპიოა რა ერთ-ერთი რა ვიცი ხო ანუ სუპერმენი კაპიტან მარველი Iron Man-ი Batman-ი ხო Iron Man-ი და Batman-ი ნაკლებად Iron Man-ი უფრო სხვაგან მგონია რომ არის მან ხო მაგრამ მაინც ერთნაირი ტიპაჟები არიან დიდარი ტექ ტიპი იმას ის ყავდა Alfred-ი ყავდა ალკოჰოლიკი და აბსოლუტური ადამიანის უზენაესი წარმოჩინება. ხო, მაგრამ Playboy ორივე ხო ხდება? Playboy არ არის. მან ნუ გეშლება ერთი რაღაცა მაგორ პერსონაჟი რომ Batman-ი არის ნამდვილი სახე და Bruce Wayne-ი არის მასკა და აქ კიდე ერთი და იგივე ტიპი არის რა, არავით არის ის არ არის რა. იმიტომ რომ Marvel-ს ქონდა ეგ ამბავი რომ ის მეხუთე განზომილებებით დარღვევა Deadpool-ი აიღე რა. ხო, Deadpool-ი ეგრევე ადგენენ და Wade Wilson-ის, Slade Wilson-ის კოპიოდ გააკეთეს რა ეგრევე რა, Deathstroke-ის პაროდია იყო რა ჩვეულებრივი. ხო, ნუ ეგეთი რაღაცეები ხდება ხოლმე რა, მაგრამ რას იზავ ერთსაც და მეორესაც ყავს ძალიან მაგარი უნიკალური პერსონაჟები და ყავს ერთნაირი პერსონაჟები რო ავიღოთ რა. აი სუპერმენი რო აიღო რა, სუპერმენის მაგარი ძალიან ბევრი პერსონაჟი შეიძლება შეგვდეს Marvel-ში. მაგრამ უფრო ამერიკაა, კაპიტანი ამერიკა. არა, არანაირად არ არის. არანაირად არ არის. ანუ სუპერმენის ძალა რო აიღო ხო აზახა რა ეგეთი ძლიერი პერსონაჟი რა. ხო, უსაზღრო ძალა რო აქვს რა, ეგეთი შეიძლება იყოს რამოდენიმე ტიპი რა. მაგალითად სენტრი არის, რომელიც ახლა Thunderbolt-ში გაიჩიტა რა. მაგრამ ანუ სენტრი ვერ არის მაინც სუპერმენი, იმიტომ რომ სუპერმენი იმინა კრიპტონელი არის და ეს არის რაღაც გენეტიკური ექსპერიმენტი რა. ხო და რავი ეგეთი ვინ შეიძლება იყოს კაპიტან მარველი არის ზუსტად ეგ ვარიანტი რა სუპერმენის პონჩი რა რომელიც იდეაში თავიდან ის იყო რა ქვია მარველი კაცი იყო და მერე ისქნეს რა ქვია რა ანუ ხალხ პერსონაჟად გადააკეთეს ხო მაგრამ თან მან კიდე ერთი ისიც იყო რომ კაპიტან მარველი იმასაც ყავდა რა ქვია DC-საც ყავდა რომელიც მერე გადაკეთდა შაზამად ანუ უბრალოდ იმიტომ რომ კოპირაით ხო ანუ იქ მარველი კაპიტან მარველი შაზამის პერსონაჟი მე კომიქსებიდან პირველად მომწონს ვიდრე ფილმი რა ფილმში არ არის ესეთი საინტერესო რა ფილმი ძალიან ესეთი გამოვიდეთ რა ქვია ბავშვური იუმორით ბავშვური ზუსტად ამ დროს ვილენების დაახლოებით ეკეთი დონის ამ დროს იმაში რა ქვია შაზამში ყველაზე მეტად რაც მევასება არის Black Adam-ის და შაზამის ბრძოლა არა უფრო აი ისტორია ხო აი როგორ თქვა იცი Black Adam-ი არ არის ცუდი ტიპი რა ანუ ცუდი ტიპი რა ბოროტი ტიპი არ არის რა აკეთებს იმას რომ თავისი ქვეყანა რაც არის აი მაგისთვის გააკეთოს საუკეთესო და ანუ ციხლზე კიდია სხვა ყველაფერი რა ანუ პროსტა ეს გადარჩეს რა აი როგორ თქვა დიქტატორი არის მაგრამ ანუ თავისი ქვეყნისთვის Lex Luthor-ის Lex Luthor-ის ხო იგივე ტიპია Lex Luthor-ს უბრალოდ აბსოლუტური ძალაუფლება უნდა იმიტომ რომ კარგი პლანეტიდან არავის არ ქონდეს სუპერძალები რა ზუსტად ეგეთი რაღაცა არის ანუ ყველა ისე რო თქვა კარგ ცუდ ტიპს აქვს ისეთი мотиваცია რომელთანაც შენ თავს რაღაცნაირად შეიძლება ხო მე მგონი რაღაცაში სწორი არის შეიძლება დაეთანხმო კიდევაც რა ანუ თანოს ცუდი არაფერი არ გაუკეთებიაც ხო არის რა ანუ ეგეთი ვარიანტი რა ანუ
თანოს мотиваცია ანუ თელი მაგარი მუღამი მაგას ქონდა რომ თანოს ქონდა რეალურად საბაბი იმ ქმედებისა რაც გააკეთა კი აბსოლუტურად იმიტომ ნახა რომ თავისი პლანეტა ორ პოპულაციის გამო დაიღუპა და უნდოდა რომ მთელი სამყარო რაც იყო გადაერჩინა იმიტომ რომ ნახევარი პოპულაცია უნდა გამქრალიყო თან თელი მუღამი რა იყო მაგ გაწმენდის რომ ანუ გადარჩევითი კი არ იქნებოდა რენდომი იქნებოდა რომ რა მიკერძოება არ ყოფილიყო რა ანუ რენდომულად გააკეთა იქ ყველაფერი რა და იქ იყო მთელი მუღამი მან მაგას ზოგადად მომბობ ხოლმე რომ თანოსი არის Avengers-ის ანუ Infinity War-ის პროტაგონისტი არის. რეალურად ანტაგონისტები არიან Avengers-ები. ანუ ტიპის მისია არის თანოსი, თანოს მიყავს პლოტი და ეს ტიპები ცდილობენ რომ პლოტი შეაჩერონ. და პლოტი შეჩერება ძირითადად ვილენებს ჭირდება ხოლმე სტრუქტურულად ფილმში რა. და ერთი მე თუ დაჯდები და უყურებ მაგიმითი მაინდსეტით უყურე რა და თანოსის მხარეს იყავი და არა Avengers-ების მხარეს რა და ძალიან სასაცილო არის. მაგარი მომენტი რა არის მაგ თანოს თემაში რომ ადამ ტიპმა ეს დავალება ხო შეასრულა. ეს უსასრულობის ხალხათმანი გაანადგურა და ფერმერი გაიჭდა. შორი, ჩემი საქმე გაკეთებული არის, აღარ მაინტერესებს აღარაფერი. ეგ ის ტიპი არისო, რაღაცა ეგომანიაკი და აი სოფლიო და მართო და ღმერთი უნდა გავხდე და ვაფშე არ ქონია ეგ мотиваცია. არ ქონია მართლა ისეთ გულწრფელი რაც შენ თქვი რომ რაღაცა სოფლიო გადაერჩინა განადგურების. ხო და ის პონტია რა ქვია რა, ანუ 10 კაცის სიკვდილი გირჩევნია თუ ანუ 10 კაც მოკლავდი თუ 10000 გაიწირებოდა სპონტი. ის გახსოვს ის რო იყო ხოლმე, მატარებლის ის რო იყო ხოლმე. აქეთ 1 კაცი რო იყო და აქეთ 10 კაცი რო იყო ხოლმე და რომელს გადაარჩენდიო რა. ამან ერთის გადარჩენაზე ის ქნა ერთის გადატარებაზე თქვა კი და გადავარჩენ 10-ო რაღაცა. მთელი მუღამი რა იყო იცი მათ კიდე ანუ ეხა გააკეთეს 1-2 დღეს წინ შევხედე ექსპერიმენტი სამდეში აი ეგ მაგ განლაგებით როგორი ხდებოდა რა. და მაგ განლაგებით თუ ერთს აარჩევდი. ერთი ნახე 10 მიდიოდა წინ პირდაპირ რა და ერთი იყო აქეთ გზის გზას უხვევდი და მაგ გადახვევის მომენტში მატარებელი ტრიალდება და 10-ვეს ყველას ხოცავ რა ანუ იმერცაც ხოცავ და ჯობდა რომ ის 10 ანუ პირდაპირ გავივიდი 10 კაც მოკლავდი მაგრამ ის ერთი გადარჩევდა ანუ ეგ ლოგიკა ეგ იყო რა გამოშტენდი მეთქი რა და ანუ ყველა ხოცავდა მაგრამ აი შენ რომელს აირჩევდი მანდ ერთს ანუ ერთისკენ გაუშვებდი თუ 10-ისკენ ეგ რო არ ვიცოდი რა თქმა უნდა ერთისკენ გაუშვებდი რა ბიჭო და არავის რო არ უთქოს რომ ვეცებოდი რომ გამეჩერებინაო ხა არ ქონდა ეგ ოფშენ ანუ ნახე ორ არჩევანს გაძლევენ და მესამე ოფშენის ძიებას რატო არ იწყებ რომ კრეატიული ადამიანი ეგრე მოიქცეოდა კი რავი რატო არა ანუ იქნება დაადგე და რაღაცნაირად მოახერხო რომ ესე რაღაცა ცუდი ქნა რავი ქვევით შენ ჩახტე და ყველა გადაარჩინო ან თანაც შეძლო რომ პლანეტის ზომა გაიდებინა მაგალითად ხო ყველაფრის ის თუ აქ ულიმიტო საჭმელი გაიჩინა ულიმიტო საჭმელი ულიმიტო რესურსები მაგრამ ადგა და ეს გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ მან ხედავდა ხო მაგ იმას რა ანუ ხო მაგრამ ნუ პლოტ ჭირდა ეხლა ის რო იყო საქმე ფილმში ხო იცი მთავარი არის ის რომ რამხელა დიდი საფრთხე ექმნება ზოგადად რაღაცას რა და რომ გმირმა გადაარჩინოს და ეხლა წარმოიდგინე ცუდი ტიპი მოდის რომელიც გეუბნება რომ მე ყველა უნდა გავამდიდრო და მაგას ხელს უშლი ხო ანუ სიგიჟე არის ხო ხო და რაღაცა ვერ იქნებოდა მაგრამ ძალიან მაგარია რომ კომიქსები მე ხარ ჩემი პირადად ბავშვობის ნაწილი როცა მე კომიქსებს მქონდა წომა მაგათ შეცვალა რა იმიტომ რომ მანამდე ჩვენ აი მე სულადარებ ხოლმე რომ წარმოიდგინეთ რომ ამერიკელი ბავშვები იზრდებიან აი კომიქსებზე სასწავლობენ გმირი როგორი უნდა იყოს, კარგი ადამიანი როგორი უნდა იყოს, რაღაცა მთელი ამბავი და ეს მე ანიმაციებში გადაითარგმნა და ჩვენ რა გქონდა? წუნა და წუწუნა, ჭხირთა ქორწილი, რომელიც ძალიან მაგარია, მაგრამ სუსმა ჭამა დალევა, ქალის მოტაცება, ეგ სოფლის შენებას რა უნდა სიმღერით, ანუ რაღაც ხო ხტები რა, მაგაშიც რა თქმა უნდა ძალიან მაგარი იდეები იდო მაგრამ გმირობასა კარგ ადამიანობას არაფერი გასწავლია. კი, მაგრამ მანდ არის ასევე ისეთი რაღაც ჩვენთან ზოგადად გმირობას ასწავლიან ტრაგედიით რა, თავგანწირვით რა და ისტორიებს იხსენებ ეგრევე რავი ქართველი გმირების ან თუნდაც იგივე მთელი ქართული მითოლოგიაც ზუსტად მაგაზეა რომ თავგანწირვაზე არის და მეფეები, ქვილები რაღაცა სააკაძე შეიძლება ამერიკას ეგ რაღაცა უფრო მეტად იმიტომ ჭირდება რომ არ ყავთ ეგეთი ტიპები რა ანუ არის რეალურად ქვეყანა რომელიც არის ბანდიტების მიერ დაარსებული რა ანუ ომის გარდა არაფერი არ უნახია და ამ ომშიც მიდიოდა კლა ღალატი და მეტი არაფერი რა ხო ანუ ერთმანეთს ხოცავდნენ რა და ჩვენთან ზირთად იყო ის რომ ანუ გმირები ყავდა იმიტომ რომ გარეშე მტრებს მაშობოდით რა ქვია რა ხდებოდით და თავგანწირვა იყო და ესეთი ისინი რომ ერთმანეთის რავი ტკივილის გაზიარება და მარტო 100,000 მოწამე აქ ყავს იმიტომ რომ ტიპებმა გადაწყვიტეს რომ
ვინც რელიგიას არ შეიცვლიდა, ყველა უნდა დაეხოცათ და იდგნენ მედგრად. ნუ 100,000 არ იქნებოდა რა თქმა უნდა მაშინ ალბათ სასახლეობა. არაგველი აიღეთ ხაზმა ხერხელა. ანუ ზუსტად ისტორიები გაქვს რა ეგეთი ის და ანუ სამაგალითო რაღაცა. რატო აკეთებოდა მაგ ისტორიებზე რა? ეგ მთელი ამ. ხო, მაგრამ ნახე, როდის არის შექმნილი ამერიკაში ეგ 50-იანებიდან დაიწყო. 50-იანებიდან ჩვენთან არ ხდებოდა, პროპაგანდა იყო, ეს არაფერი. საბჭოთა კავშირის მეორე მსოფლიო ომში ვიყავით ჩართულები. მან წავიდნენ მერე დაიხოცნენ ყველაზე მეტი ქართველი იყო ხო დახოცილი როგორც მახსოვს. აი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სამომრობები და რაღაცები. ხო არა, მე მეგოლიცხობ რა, ანუ პროცენტულობის მხრივ ამბობ რა, ანუ საქართველოს მოსახლეობა და რა ვიცი, სხვა ქვეყნის მოსახლეობა. ხო, ფართობითობით რო ისქნა, ყველაზე მეტად ჩვენგან იყო დახოცილი. ანუ მარტო მაგით რამდენი გმირი ყავდა. მე უკვე ეს გმირების ამბავი რო იყო, ანუ ხო რა, ცოტა კომპლექსურად არის ეგ თემა რა და ჩვენთან მაგისი დრო არავის არ ქონდა რომ აი ეგ რაღაცა ყოფილიყო და საბჭოთა პროპაგანდის დროს გინდა არ გინდა ეს ყველაფერი იკრძალებოდა უდიდესი კონტროლის ქვეშ იყო და ვერ გააკეთებდი რაღაცა ისეთ რომელთაც ტიპს მიცემდი იმის ინსპირაციას რომ ამდღარიყო და რაღაცის წინააღმდეგ წასულიყო და ეგეთი ტიპები ყავდნენ რა ვიცი ზვიად გამსახურდია იყო ეგ ტიპი რომელიც 70-იანებიდან იბრძოდა და მაგისი გარშემოყოფი ტიპები და მე 90-იანებში უკვე ის ბიჭები რომლებმაც რეალურად დამოუკიდებლობა 80-იანების ბოლოს 90-იანების დასაწყისში ეს ეროვნული მოძრაობა რაც იყო ანუ მაგას ნუ ვიწყებთ ეგენი არის რეალურად ეგ ხო და ეგ არის ძალიან მაგარი რომ და დასანალის იმ ბავშვი რომ ანუ ის ეხლა რომ უცებ გავაანალიზე ეგ ნაწილი რა რომ ყველა ქვეყანა რა პერიოდში კულტურულად ვითარდებოდა აი ეს მე-20 საუკუნეში და მეორე ნახევარში განსაკუთრებით ხო მაგ დროს უბრალოდ ნამგალი გქონდა ეგ ხო აი ჩვენ ყველაზე თორე ხა ბრიტანეთი აიღე მუსიკალური გენიოსები რაც რამე ბრიტანული ჯგუფი და კლუბი არსებობს დღემდე ხალხი უსმენს რა ბილსებიდან დაწყებული Queen და არა მხოლოდ რა ხო გენიოსები იყვნენ და ამერიკული კულტურა ცალკე წერილობა ცალკე ფილოსოფია გერმანიაში და ანუ გერმანიას გამოიარა მეორე მსოფლიო ომი მაგრამ ნუ იმას კარგი გარემო ჰქონდა და ამერიკული ძალიან დიდი საფორტი რომ ჩვენთან მოახერხეს რაღაცეებს ჩვენთან ვინც იყვნენ ეგ ტიპები რეალურად 37 წელს ამოწყვიტეს ყველა ხალატისთვის და რაღაცა სხვა და მაგის მერე ვინც იყვნენ კიდე რა ანუ ვინც გადარჩნენ რა ესენი ცდილობდნენ რომ აი ჩუმად ისე რაღაც ჰინტებით მიეტანათ ეგ რაღაც თავის ნაწარმოებებში რა ანუ იმ ცენზურის წინააღმდეგ მიდიოდნენ ხოლმე რაღაცნაირად, მაგრამ აი მაინც რა, ანუ აქამდე რომ მოვედით იმ შემართებით, როგორ შემართებითაც დღეს, რავი, დღემდე მოვედით, ეგ არის ზუსტად მაგის დამსახურება, რომ რაღაცნაირად მოვახერხეთ და წამოვიღეთ ეგ ისტორიები, წამოვიღეთ ეგ ნაწარმოებები რა, მაინც მოვიდა ჩვენამდე. ანუ აი თან აი ტოპ ნაწარმოებები რაც არის, მე მგონი ყველა ცენზურის ქვეშ არის. აბა რა, ვეფხის ყავშანი რო აიღო, ცენზურით არის გაკეთებული, ხო და აი ჩვენაირი ქვეყანა რეალურად რა ანუ მე ვამბობ მაგას რომ საქართველოს ანუ საქართველოს რა ზოგადად რა მიმაჩნია რომ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კულტურულად მდიდარი ქვეყანა სადაც შეიძლება რომ მიხვიდე ნახო გაეცნო მაგრამ ერთი ძალიან დიდი პრობლემა გქონდა ხოლმე ყოველთვის რომ ყოველთვის გარეშე მტრები ანუ ქვეყნის გარე მტრები ვინც იყვნენ ეგენი გვიფუჭებდნენ ჩვენს ესე რომ ვთქვათ აი ამ თავისუფლების გამოხატვის თავისუფლებას გვართმევდნენ. გადააგვარეს ხო რაღაცნაირად, იმიტომ რომ დღეს ჩემი თაობაც, ჩვენი თაობა და ჩვენი მშობლების თაობა განსაკუთრებით ძალიან ბევრ კომპლექსში და ჩარჩოში გაზრდილები არიან და ეხა ის თანამედროვე Gen Z და კიდევ უფრო ახალი თაობები კი ამ ყველაფერთან გამოდიან. ხო. მაგრამ რაღაც გარდამავალი დრო გჭირდება ალბათ იმისათვის რომ რაღაცნაირად გადავაფასოთ ქართული კულტურა რა არის მართლა კულტურა და არა დამახინჯებული რეალობა და მე ამ ყველაფერზე თუნდაც კარგი ლიტერატურა შეიქმნას კარგი ანიმაცია გაკეთდეს იმიტომ რომ მაგის რეალურად რესურსი გვაქვს ძალიან ყველა მოგიცით რა ყველა ვფიქრობ და ყველას გვიფიქრია რომ რატომ არ არის ვებფის წყალოსნის რაღაცა ეგეთი ხო და დიზაინ სფეროში ვისაც ვიცნობ რომ უამრავ ადამიანს ესე პერსონალად უფიქრია რომ აბა გავაკეთებ ამას მეთოდად ალბათ თამაშიდან დაწყებული აი ხო ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რომ ალბათ ყველა game developers ვისაც ვიცნობ ვინც ქართველი არის ყველას ერთხელ მაინც უფიქრია რომ ვებხის ყავოსანზე რაიმე ხომ არ გავაკეთო უფიქრია კი არა ზოგს დაწყებულიც ქონდა და მე მივხვდა რომ მოიცადე ერთ წამს რა ანუ მაგას ვერ ვიზავთ იმიტომ რომ ხაი ზუსტად ეგ უნდა მეთქვა რომ წვეტა გვაქვს იცი რამ ხელა ეხა წარმოიდგინე რომ რამოდენიმე საუკუნოვანი წვეტა გვაქვს ჩვენ კულტურულად სხვა ანუ სოფლიოს რავი განვითარებული ნაწილისგან რა გულისხმობ იმას რომ განა ის რომ ჩვენ ვართ ჩამორჩენილები არამედ ჩვენი მსოფლმხედველობა რა არის ესე რომ ვთქვათ იმაზე უფრო უკან ვიდრე მათი იყო მიუხედავად იმისა რომ ოდესღაც ჩვენ ბევრად უფრო წინ ვიყავით მიუხედავად იმისა რომ ვაჟა-ფშაველა რასაც წერდა ანუ მე-19 საუკუნის ბოლოს რა ტიპებმა დაიწყეს რავი 60-იან წლებში აქ რა ანუ ამერიკაში და
და ვინ იყო აჟაბშაველა? თამარ მეფი და აი თამარ ანუ აჟაბშაველაზე უბრალოდ რომ ვინ იყო აჟაბშაველა? ერთი ფშაველი კაცი ჩვეულებრივ რა, ანუ არაფერი არც ავადი იყო, არც დიდი განათლება ჰქონდა, უბრალოდ თავისი აზრები ჰქონდა, რომელსაც წერდა ესე და ეს ყველაფერი იყო რა სიმაღლის, რა დონის რა. აი ეგ არის თავისუფლების ძალა რა. თავისუფალი ადამიანი იყო და სწორედ მაგიტომ. ეგ თავისუფლება როგორც კი წაგვართვეს, წყვეტა ჰქონდა იმ მთელს მსოფლიოსთან, მთელ თავისუფალ მსოფლიოსთან რა. და დღევანდელ ბავშვებზე რო თქვი შენ რა, რომ ანუ ესენი ახლა ამ ყველაფერს იგებენო რა. ერთი არის ის როგორ იგებენ, ანუ რო იგებენ, მაგრამ როგორ იაზრებენ ეგ არის მეორე რა, იმიტომ რომ უმეტესწილად რასაც ვხედავ ხოლმე ახლა არის ის რომ თავისუფლება აქვთ, მაგრამ ამ თავისუფლებას ვერ უკავშირებენ თავის კულტურულ ფესვთან რა, ესე რომ ფესვებთან. და განაგამოდის რომ თავისუფალი ადამიანი არის, რომელიც ქართულად აზროვნებს რა. არამედ გლობალური აზროვნება. ხო, ეგრევე ის აქვს რა, ანუ პატრიოტული მხრიდან ვერ უყურებენ რაღაცას, იმიტომ რომ ის გაზრდილი არის ზუსტად იმ კომიქსებზე, რომელიც ანუ კი, ხო, არ არის ქართული. ხო, პატრიოტული არ არის ჩვენი იდენტური, ანუ იდენტობის წარმომადგენელი რა. ანუ კაპიტან ამერიკაზე გაზრდილი ტიპი, როგორ თქვათ რა, ანუ საქართველოზე მეტად, ანუ ამერიკას იმაშობა რა ქვია რა, უყენებს წინ, იმიტომ რომ იდეოლოგიურად იდეალური ქვეყანა არის მისთვის ამერიკა რა. იმიტომ რომ იქ ეს ტიპები არიან, რომლებიც იმაშობა. ხო, როდესაც ქართველი გმირები ვინც ყავდა, ანუ ყოველთვის არიან, რომ ყველა კვდება ბოლოს, აბსოლუტურად ყველა კვდება. ჰეპი ენდი არ არის ქართულ ისტორიაში. საქართველოში ნახე, გმირის სტატუსი არის რადიკალური. ან გმირი ხდები მაშინ, როცა თავს წირავ რა. მანამდე გმირი ვერ ხარ, ანუ ეგ არის მთელი ამბავი რა. ანუ ჩვენ უფრო მაღალ ხარისხში გვაქვს ეს სიტყვა. ანუ ზევით ვართ ხადაც, ხო. ხო და აი სხვა შორის აი მე რაც მინახავ, რამდენიმე ადამიანი რა, ალბათ შეიძლება თქვი ძალიან გეთანხმები მაგაში, რომ თანამედროვე თაობა ცოტა განსხვავებულად ან გლობალურად აზროვნებს, იმიტომ რომ ინტერნეტი სივრცე არის გლობალური, ბევრ რაღაცას ხედავენ, ყველა სხვა ქვეყნის გამოცდილების გაძლიერება შეუძლიათ და შემდეგ, მაგრამ აი ვიღაცები არიან, ვინც მე ქართულსაც აღმოაჩენენ რა და ისეთ კარგ მიქსს და ისეთ კარგ ეგრეთ საკეთებენ, რომ აი მაგაზე არც მიფიქრია, მეთქი რა მაგარია, ეგეთი რაღაც თუ შეიძლება და არ ვიცოდი რა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. და ეგ არის ყველაზე კარგი ნაზავი, რომ ეს თავისუფლებაც არ დაკარგო, კონდეს ცოდნა სხვა რა ხდება მსოფლიოში, ვისა კულტურა აქვს და მე შენს რო აღმოაჩენ. აი მანდიბადები მე მგონია რეალურად ქართულად რა, აი ყველაზე ღირებული ეგ არის. ზუსტად. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაღაცა არის ის, რომ კი, მთელი მსოფლიოში რა კულტურაცაა, უნდა იცოდე რა ხდება, უნდა პატივსცემდე, მაგრამ არ უნდა დაღავიწყდეს შენი გენი საიდან მოდის რა. და ეს ყველაფერი რაც არის იდენტობაში უნდა გქონდეს, როგორც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა დაატრიალო რა. ეხლა თუნდაც რო ავიღოთ მაგალითისათვის რა, ჩვენი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართულ მოტივებზე გაკეთებული რაღაც მუსიკალური ნაწარმოები რაც არის, რა არის შენი? და ქართველების გაკეთებული? ქართულ მოტივებზე გაკეთებული ზოგადად. აი პირველი რა გაგახსენდება დღეს. ეხლა იმ რაღაც გამახსენდა, რომელიც ნუ აი ხა ბუმია მაგაცა განდაგანაზე. ხო, აი გიმს, აი ზუსტად მაგას ვამბობდი რა. ანუ წარმოიდგინე რა სიტუაცია არის, რომ ქართველებს კი რაღაცა გქონდა ეგისა, ზიაც გქონდა ალიოს გაკეთებული ეგისა, რომ განდაგანა სხვადასხვა სტილებში და რაღაცა ელექტრომუსიკით და რაღაცა. კი, სხვადასხვა ის იყო რა. ანუ ზიაც კი მოუვიდა ეგ აზრად რა. ანუ ზიადი მაგარი კრეატიული ტიპი არის. ვიცით, ყველა ძალიან მაგარი ნიჭიერი ბიჭი არის. მუსიკალურადაც ძალიან კარგად გააკეთა. მაგრამ უცებ ვიღაც ფრანგმა ტიპმა აღმოაჩინა, რომ ვა, ბიჭო, თურმე რა მაგარი რაღაცა არის ეს და ადგა და გააკეთა ტრეკი, რომელშიც ანუ არათუ რაღაც ისქნა რა ქვია, მთავარი რაღაც რაც იყო მელოდიური ნაწილი რაც იყო არც შეუცვლია, ანუ პირდაპირ რადგან, ანუ ის რაც მისამღერებო ნანდა-ნანინინა, ზუსტად ეგ ჩასვა. ზუსტად. ადგა და ზუსტად იქ გააკეთა და უცებ გავარდა არა მარტო საფრანგეთში, არა მარტო ჩვენთან. ანუ მაგარი ხო? TikTok-ზე ნახულობ ამას ვიდეოებს, ქუჩაში რო უკრავენ ცეკვა ამღერია. ზარმაზარი ისა, მთელი, ანუ ფრანგულენოვანი მსოფლიო არ არის პატარა. ვიღაცებმა და აი მე რა შემოხდა, იცი? კომენტარებში ვიღაცები ჩხუბობდნენ. ხო. ქართული გუწენ, ესო ქართული მუსიკაო და მე ვიღაცა არა ეს ფრანგულია. ხო და ანუ ხო, რეალურად ეგ პრობლემა გვაქვს ჩვენ აი რო გვაქვს რაღაცა ღირებული, რაღაცა და შეიძლება ვერ გაგვაქვს, ვერ მიგვაქვს რა. იცი რატო თან?
რაღაცა კატეგორიაში გაჩნდა ისეთი ხალხები, რომელსაც არ უყვართ სიახლეები. და სიახლე კი არ ნიშნავს, რომ ძველის დავიწყებას. პირიქით, სიახლე ნიშნავს, რომ იმ თანამედროვეობის მორგებას რა. აი სუხიშვილებზე ბავშვობაში ყველა ლანძღავდა სუხიშვილებს, რომ ქართულს ეკვას გვართმევენ, ამაღა იქ ქართული არ არის რაღაცა და იძახდნენ, რომ ქართულიც ეკვა დატოვე, მთიულური დატოვე, ის როგორიც იყო და მე აღმოჩნდა, რომ ეს რაღაცა ცეკვები, რომლებიც ყველა ჩვენ გვეგონა ტრადიციული, თურმე ილიკოს და იმის მოგონილია რა. ზუსტად. ანუ იმათი შექმნილია და ესე იგი თავისუფლად ამათ ხო შექმნეს ეს ცეკვები და გახდა ქართული იდენტობა და ეხლა რატო არ შეიძლება რომ შექმნა იმაზე რაც გვაქვს აი პატრიოტიზმზე შევდიძე ასეთი სახი რომ მაგას შენ თავში თუ აღმოაჩენ რაც არ უნდა გააკეთო მე ანუ მაგას ვერ გაცდები რა მუდმივად განვითარებადი არის ხელოვნებაც რა ყველაფერს თავი დაანებო ანბანი რაც ჩვენ გვაქვს რა და საუბრის ანუ ენა სიტყვათა მარაგი როგორც გვაქვს ჩვენ ეხლა დაახლოებით 100 წლის წინ რო წავსულიყავით და საერთოდ ანუ იგივე არ იქნებოდა მაგრამ უნდა მეთქვა რა ანუ ცოტა უფრო სხვანაირი იქნებოდა განვითარება რა კიდე უფრო 100 წლით ადრე წავიდეთ რა ანუ კიდე სხვანაირი არის რაღაცა 1000 წლით ადრე რა ანუ კი ვამბობთ რა რუსთაველის ენა გვესმის მაგრამ აი ვეფხისტყაოსანი ვინც წაიკითხა სკოლაში და პირველივე წაკითხვით აი ეგრევე მიხვდა ზუსტად რას ამბობდნენ იქ ანუ აი მანახეთ ეგეთი ადამიანი რა მაგრამ მე რა კუთხით ვიძახი კი ვიგებთ რაღაცეებს რა მაგრამ ისეთი რო თქვა დრამატული ცვლილება არ გვაქვს ჩვენ ენაში როგორც მაგალითად ძველი ბრიტანული არის და ანგლო-საქსონური ენა და მე გრამატელისაც მაგრამ იმას ვამბობ რომ განვითარებადი იყო ყოველთვის რა ყოველთვის ვითარდება განვითარება ყველაზე მეტად აი ბოლო რამდენიმე ათეული წელია ტექნოლოგია იმიტომ ამ დიჯიტალიზაციამ ციფრულმა გლობალიზაციამ და მთელმა ამბავმა ძალიან ბევრი სიტყვა გააჩინა და საქართველოში არ მუშაობს სამწუხაროდ არავინ ისე მე ვიცი რომ ერთეული ადამიანები ესე ვერ თანხმდებიან საბოლოო ჯამში რომ ტერმინოლოგიები შემოიტანონ რაღაცეებში კიდე მომხრევა რომ ტერმინები გაჩნდეს მაგრამ აი კონტროლი ენა რაც არის იქ არ ვარ მომხრე იმიტომ რომ გლობალური ენაა რა ეხლა რაღაცას ხელსაწყოს რო ქვია ამის სახელი ქართულად რო გადმოაკეთებ ანუ არაფერს გიცვლის ეგ და პირიქით ანუ სწავლების პროცესში გიკარგავს მე ინტუიციას კი იცი სადამდე მივედით საბოლოო ჯამში აი ადრე რო кайფობდით ხოლმე რომ აი რუსულ სიტყვებს რო აი ხო კайფობდით ესეთი იყო რა ხო ჟარგონულად მქონდა რა ანუ რუსულ სიტყვებს რო ვიყენებდით ხოლმე ეს ჟარგონებად რა ეხლა გადმოვედით ინგლისურენოვანი სიტყვების გამოყენებას ჟარგონებად მაგრამ იცი რა ექსპერიენსი მაქვს მე ბიჭო აი რაღაცა ეგეთი ის რო არის და იმ დღეს რაღაც მიტინგი გქონდა შეხვედრა გქონდა გამოცდილება მაქვს რაღაცა ეგეთი ხო შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ მაგრამ არა იმდენად გვაქვს ახლა ეს ყველაფერი გამჯარი ჩვენ რაზეც ვეკაიფებოდით ჩვენი მშობლების თაობას რა ეხლა ჩვენ ვართ ზუსტად ეგ ტიპები იყონთ რუსული გავლენის მაგივრად ამერიკული გავლენა გვაქვს რა ინგლისურენოვანი გავლენა გვაქვს რა ხო და ეგ რაღაცეები არის გარდაუვალი თან გარდამავალი ხო გარდაუვალი არის რო გექნება როგორც არ უნდა იყოს ფრანგული გავლენაც ქონდა ოდესღაც კი ანუ სპარსული გავლენა დღემდე მოყვება კი სიტყვების დიდი ნაწილი ქართული სპარსეთის ის არის რა ფუძე იქიდან მოდის ხო რავი აი ქარხანა ის ამბეორ ეგეთ სიტყვები ხო აი ხანა ხო ის იყო რა ქვია რაღაც ადგილი რა ეს ჰარამ ხანა და რაღაცა ეგ ქარხანა ზუსტად ეგ მოდის მაქიდან და ქარხანას მე მგონი ზუსტად ქარხანა არის ხო რაღაცა ანუ აღარ მახსოვს მე რაც მახსენდება ხოლმე ყირამალა არის რა ხო ანუ ყირამალაც სპარსული ფუძი და ვიდეო შევხვდი და იქ უნდა კაი კარგად ჩამოთვლის სიტყვები და თურმე საკმაოდ ბევრი სიტყვა არის სპარსულიდან იგივე რაღაცა გავლენა აქვს ესა რაღაც ქართულენოვანი საფუძვლით სადღაც სხვაგან შეიძლება აღმოაჩინო რა მაგრამ მაგას მე არ ვიცი მაგალითად რაღაცა ხო არ ვიცი არის ხო მაგრამ ნუ არის რა ეგეთი ჩვენც გვექნება ვიღაცაზე გავლენა სადღაც ჩვენგან ვიღაც წასული გიჟი აი ფაქტია გქონდა იმ ფრანგზე გავლენა რომ ხო აი განდაგანინა კი მოისმინა და გაგიჟდა ტიპი და მოუნდა და გააკეთა ხო რატო არა რატომაც არა მაგრამ მე საერთოდ ერთი ის მქონდა რაღაცა რამოდენიმე წლის წინ არ გავი 10-15 წლის წინ პირველად მოვისმინე დაჟე უფრო მეტი რა ხო აი რაღაცა 14-15 წლის რა ვიყავი მაშინ მოვისმინე მეინარდ ჯეიმს კინანის ერთ-ერთი პროექტი Perfect Circle რა და მან თქონდა კანადელი მუსიკოსის სიმღერა დაკავერებული რა აკაპელად. ოღონდ აკაპელაში ქონდა ქართულენოვანი ესენი ანუ პოლიფონია გამოყენებული რა ხმის გაშლებში რა და გამოვშტერდი მეთქი რა არ თქო და მე ტიპზე ესკენი რა წავიკითხე რა ტიპი არის გაგიჟებული მეღვინეობის ისტორია საქართველოს მაქიდან აქ ნაპონი რაღაცები მოსმენელი აქ და დაუკავშირო ამ ტიპსაც ეს გავლენა შეიძლება აქიდან ქონოდა რა არ არის დადასტურებული არ არის მაგრამ ანუ ის პოლიფონია რაც ჩვენ გვაქვს რა არის ძალიან დამახასიათებელი აი ზუსტად ჩვენთვის არავის სხვას არ აქვს რა ზუსტად ეგეთი პოლიფონია და უცებ რომ იჩიტება
ტიპი, რომელიც ანუ 90-იანებში თულის ვოკალისტი იყო, რომელიც ძირს ეგდო ხოლმე და ვიღაცებს პაყდო კონცერტზე რომ ამოუვარდებოდა, გუდაუდა, იმიტომ რომ მაგარი სპეციალისტია რა ტიპი. ეგ მე 2000-იანებში წერს ისეთ ტრეკს, რომელიც ქართულ პოლიფონიას იყენებს. და მე გამოვშტერდი ეგ რომ მოვისმინე რა, ანუ ჩახვეულად უსმენდი უბრალოდ რა. სიმღერას ქვია A Fiddle and a Drum თორცები რა. და ანუ რაღაც სასწაულ რაღაცებს აღმოვაჩენ ხოლმე ზოგჯერ რა და Snoop Dogg-ს აქვს გადაშიერებული მე მგონი რაღაც თუ არ ვიცი მედია ფეიკი არ არის. აი ეს ესეთი ხანშესული მოხუცი ძალიან საყვარელი კი. აჭარულზე რო არის ხო? აჭარული მოკლედ ცალკე თემა არის. ბიჭო, აი აჭარული ლაღი ის არის და ანუ კაი ის არის ტემბრი, რიტმი რა, ყველაფერი კარგად აქვს. ზუსტ აი ზოგადად საქართველოში რა ცეკვებიც გვაქვს რა, ყველაზე ლაღი არის აჭარული და არის რაჭული. ხო, აი ეგორი არის. დანარჩენი არის მიდი საბრძოლო, ეჟინა შემართება, ის რაღაცა. ან ისე რა ქვია, ხო, მანდ არის ზუსტად ეს რა, ანუ სილაღე. და ცეკვა ქართული არის ქალის და კაცის პატივისცემა ერთმანეთის რა ესე რომ თქვა საქორწინოდ რასაც იყენებენ ხოლმე რა ეგ ხო და აი ჭრითა ქორწილში მაგალითად ზუსტად ეგ არ არის რა აი ცეკვა და მთელი ეს რაღაც ხო ნუ ძალიან ისეთი ისა მაგრამ დღესდღეობით სად უნდა წავიდეთ როგორ უნდა განვითარდეთ რა ეგ არის მაგარი საკითხავი რა უნდა წავიდეთ გლობალიზაციისკენ ისე რომ იდენტობა არ დავკარგოთ რა თქმა უნდა მაგრამ როგორ უნდა წავიდეთ ისე რომ ჩვენი იდენტობა მსოფლიოს გავაცნოთ უფრო და უფრო მეტად იმიტომ რომ ეხა გვაქვს ზუსტად ის იმის შესაძლებლობა ამ ტექნოლოგიების და ზოგადად ანუ ერთიანი ეს როგორ ვთქვა ციფრული სამყაროს არსებობისას იმის საშუალება გვაქვს რომ ეს ყველაფერი ყველას მივაწვდინოთ. პროსტა საკითხავი ისაა როგორ უნდა მივაწვდინოთ ისე რომ ყველამ ნახოს რა. აი მოგყავდეს რაღაც ერთ-ერთი სამსახური რომელიც ეხა ამ кейს რაც ეხა ამ ჯიგარ ფრანკთან ერთად გაკეთდა საელჩოები არ ვიცი ვინც უნდა იყოს შართული და ჩვენი რაღაცა პოლიფონიაზე ქართულ კულტურულ მუსიკაზე თუნდაც მუსიკა ძალიან ბევრის მეტყველია საერთო ჯამში რა ვიღაცა ცნობილ მუსიკოსებთან სხვა ქვეყანაში გაკეთეს ეგეთი რაღაცები კოლაბები აი ეხა ნახე ეხა ვაგეტყვი ერთ რაღაცას რა ხელოვნება როდესაც არის დაფორსილი არ არის კარგი ან ბუნებრივად უნდა იყოს აბსოლუტურად ბუნებრივად რა ვიღაცას უნდა დაარტყას და შემთხვევით უნდა გამოუვიდეს რა ისეა რომ კალკულირებულად გამოუვიდა არ არის რა ანუ ხელოვნების უმეტესობა რაც ანუ ესე რომ ვთქვათ პოპულარული ხდება და რაც ჩვენამდე მოდის არის შემთხვევით შექმნილი. ანუ ვიღაცა მიდიოდა იქ და რაღაც ხმა გაიგო და აი ამ ხმაზე ინსპირაცია მოუვიდა ამისი. თუნდაც ძალიან ბევრი სიმღერა რომელიც სიმღერა ტრეკი ან რაღაც ეგეთ მაგდაგვარი რომელიც აი ჩემთვის არის დამახასიათებელი, ჩემთვის არის საყვარელი და ესე რომ ვთქვათ საინტერესო. არის ხოლმე შემთხვევით რაღაც შექმნილია ნაპოვნი რა. Prodigy, ხო იცი? ბენდი რომელმაც ალბათ რევოლუცია გაუკეთა ზოგადად underground მუსიკას რა. Prodigy-ს თითქმის ყველა ტრეკი არის შექმნილი რაღაც სხვა სემპლიდან. ეს სემპლების პოვნა არის ცალკე ხელოვნება რა, ანუ რა ეძებ და იქამდე ეძებს, სანამ რაღაცა ინსპირაციას არ მოგცემს და რაღაც იდეას არ გაგიჩენს რა. ანუ აი ხო Smack My Bitch Up რო აიღო რა, ანუ სიმღერა მაგათი, აი წარმოიდგენდი რო გითხრა რომ Rage Against the Machine არის. ხო, Rage Against the Machine-ის ერთ-ერთი ტრეკიდან არის, ესა Bulls on Parade-დან არის აღებული ეს გიტარაში რაღაც ეგეთი მომენტი არის, ეგ არის აღებული, გაწელილი, პატარა ოდნავ ეფექტი დადებული, მაგრამ ეგრო შენ არ მოგესმინა და იქ თავში არ ჩაგდებოდა რა ეს რო არის მას ყოფილიყო რა, ანუ კლევაა რა, ანუ ცალკე სხვა რაღაცა არის, ცალკე სხვა ხელოვნება არის ეგ რა, ანუ მე მაგალითად ტრეკი დამიწერია იმის გამო რომ აი მოვდიოდი და რაღაც გრძელი ღამის მერე მოვდიოდი და გამთენიისას ძალიან აი თავს ხმაწვიმაში ვხედავდი როგორ ემაშებოდა აი ამ წვიმაში რა მეეზოვე ქალი მაინც იდგა და თავის საქმეს აკეთებდა რა და აი მაგისგან მომივიდა ინსპირაცია შემთხვევით დავინახე წვიმის ხმა იმის ხმა რაღაც მუშაობა რაღაც მთელი და აი საერთოდ სხვაგან წამიღო რა მაგან რა ანუ მუსიკალურად მოგობ მაგას რა და ხო თული არის ბრეინშტორმინგს როგორ აკეთებ ხოლმე ანუ 1000 იდიოტური იდეა გაქვს ხოლმე ჩამოწერილი და რომელიღაცა ერთი გაანათებს სადღაც აი იცი როგორ რაღაცა არის რო ადგე და აი რაღაც ესროდე კედელს რაღაცას და რომელი იდეაც შერჩება ეგ იდეა რო გამოიყენო რა ზუსტად ეგ ისაა რა ანუ თული არის მაგრამ იცი რა არის ახლა აი მაგ რაღაცაში კრეატიულ აზროვნებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რამდენად მიზანშეწონილია ხოლმე აი მაგაზე ვფიქრობ რა შენ იყენებ ხოლმე ბრეინსტორმინგის პროცესში. ბრეინსტორმინგის დროს ვერ ვიყენებ რა უბრალოდ რაღაცა შეიძლება რეფერენსები ვაპოვნინო. რომ იმ რეფერენსიდან რაღაცა მომივიდეს რა. უბრალოდ search engine-ად შეიძლება გამოვიყენო რა. აი ჩვენ როგორ მუშაობთ, გეტყვი ხა ეს სხვა ტიპის პროექტი გვაქვს ხოლმე ხშირად და ჯერ ვაკეთებთ ხოლმე გუნდი მონახას.
მე ვცდილობთ რომ ამ მონახაზის შესაბამისად რაღაც კონკრეტული ჰინთები რაღაცები მოგცეს რა. ან პირობითად ნახოთ ეგეთი ან search-ის პონჩი მარტო ChatGPT-ს არ ვიყენებ ჩვენ ახლა Google-საც მაინც ის თავობოთ და Google და ტიპები ვართ რა და Google-საც ძალიან აქტიურად ვიყენებთ, მაგრამ ძირითადად ინფორმაციების მოძიების თემაში, მსგავსი ღონისძიება არის თუ არა, თუ არის რანაირი არის და აი მონახავს რო უტვისეთ ხოლმე შემავსებლად რაღაცეებში ვიყენებთ, რომ დრო შეგვიმციროს თორე. მაგას ხა ჩვენ ერთ დღეში ან რაღაცა ორ დღეში ისაც გავაკეთებთ. არა, ეგ რა თქმა უნდა. ეგ აბსოლუტურად გეთანხმები მაგაში. მე უბრალოდ როგორ რაღაც არის, როდესაც ჩემთვის რაღაც კრეატივის მხარე ისეა განუვითარებელია, ძალიან უჭირს. არა, კრეატიულ მხარეში მოფიქრებას კი არ შეუძლია ნორმალურად. ქართულად ხო, ქართულად არ შეუძლია, იმიტომ რომ ქართულად იმდენ პრომპტებს არ ვაძლევთ რა. ხო და ვერესმისზე მეტად ის არის, რომ არ ვერ იგებს ჯერ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყენებთ ქართულ ენაზე. აი ლექსი მე ხა მევცილობ, რომ აი რაც ქართულად დამუშავდა, ბოლო 1 წელია. სულ ქართულადაც ძალიან თუ ძალიან გამიჭირდა ხოლმე და ვერ გავაგებინა მაგ შემთხვევაში ინგლისურად, მაგრამ დანარჩენი დროს ვცდილობ ხოლმე სულ ქართულად. და აი პროექტებს ვქენ, სადაც ქართული ლიტერატურას უტვირთავ და ვცდილობ რომ მაგაზე ამუშავოს. მაგათ მიცდია რომ კონკრეტული პროექტისთვის დამიწეროს რამე ლექსიან, გამომხნეველი ტექსტი ან ლოზუნგი ან სლოგანი ან რაღაცა და ყოველთვის რა თქმა უნდა უფრო ამერიკული და ინგლისურად უფრო კარგად რითმანდი არის ხოლმე ეგ. ეგ კი მაგაში გეთანხმები, მაგრამ ახლა მაგაზე რო დავფიქრდი. ცოტა არ იყოს და მაგრად მოკლავს ალბათ ეგ ქართულ ესე რომ ვთქვათ კრეატიულ აზროვნებას, იმიტომ რომ ვიღაცები შეიძლება გაიჩნდნენ ისეთი ტიპები, რომლებიც მაგას გამოიყენებენ როგორც აი lazy ანუ აი ინგლისურად წავედი ეგრავე რა ანუ ხო გაზარმაცდებიან რა ანუ ზარმაცული საქმე იქნება მაგათთვის რა ეგ რომ ანუ პროსაუცებ აი იცი აი კი არ დავწერ ამას რაღაც AI-ს დავაწერ მიცემ პრომპტს და ის მომცემს 16 ბარს და მე ამას ჩავწერ. ოღონდ იმ ტრეკსაც კი არ გავაკეთებ, AI-ს დავაწერნებ რაღაცა მარტივ ბიტს და მაგ ბიტზე გავაკეთებ და. ხო, მე ეგ ისეც შეეძლოთ აქამდეც, ხო? ბიჭო, მაგრამ ანუ აქამდე Google-ში რაღაცებს აიღებდნენ და აკოპირებდნენ რაღაცა. ბიჭო, ხო, მაგრამ რეალურად კარგი ხარისხი გამოდიოდა ის რაც მართლა ბუნებრივი, რაც ორგანულია და ხა რავი, GPT-ის სხვაშორის რაღაც ქართული მუსიკა შემხვდა, სუნოს დაგენერებული. მილიონობით ნახვა ქონდა YouTube-ზე. ძალიან ბევრი არის. გამოჩნდა ეს ქართული პატრიოტული რაღაცა. ხელი აიღე ხმალზე რაღაცა მთელი ამბავი. ბიჭო, აი ეგეთი მილიონობით მაყურებელი ყავს. და ხო და ხა ისინი ვახობე ჩუქურთმას იმას ვაკეთებენ რაღაცა. ჯიხვის თავი ერთი თვლიდი და რაღაცები და ცრემლიანი თვალები და 20000 გავამდი ლაიქი და რაღაცა მთელი ამბავი. ეს 4 წელი მუშაობდა ეს კაცი ამ ხეზე ამ ისა რა ქვია რელიეფის ამოსაყვანად და დაუწეროთ თითო ლაიქი და გადაზიარებები რო აქვს მილიონობით 30000 გადაზიარება. მაგაზე მაქვს ხოლმე კიდე და აი მაგიტოა მნიშვნელოვანი რომ ხალხმა იცოდეს რა ტექნოლოგიების შესახებ. ეგეთ რაღაცებს არ დაგოიმდეს. დედა ჩემი მიგზავნ და ამას წინებზე ესე რაღაც rilsi გამომიგზავნა რა რომ შეხედეო რა მაგრად მღერისო რა და მეთქი უყურებდა. მეთქი AI ხალი არის. AI ხმა არის. და AI ტექსტი არის და რა ის არის თქო და არა როგორ შეხედეო ანუ ნამდვილი არისო მოძრაობს ანუ ბიჭო უჭირთ გარჩევა ხო ცოტა აი ვინც არ იცის რომ ეგ ტექნოლოგია არსებობს და არ უნდა ხავს მაგალითები ხშირ შემთხვევაში გარჩევადობა უკვე და უკვე რთულდება ძალიან კი ანუ აი თუ გახსოვს რამოდენიმე წელს წინ იყო ქართულ voice-ში ერთ-ერთი გამოსვლელი იყო რომელსაც ვიდეო მაქვს მე ჩაწერილი რომ კი როაც და რაღაცებს ანუ როაც და რაღაცებს კი არა ეგ იყო ანუ ავტოტიუნის გამოყენებით იყო კაი ბაზარი არა შეუძლია მაგოგოს მართლა სიმღერა რა შეიძლება ცუდი დღე ქონდა და ეგ მაგას დავაბრალოთ რაღაც რა მაგრამ როდესაც კონკურსი არის და კონკურსანტებიდან ერთ-ერთს აშკარად რო ძალიან მაგარი დამუშავებული პოსტში დამუშავებული ჩანაწერი აქვს და მან ნაპოვნი მქონდა რომ ეხა ამ მიკროფონში რო უწერდე და მე რეუცებ რომ აღმოჩნდეს რომ აქ ნამღერი რაც არის ცუდი არის და მოდი ჩავიწერ და ხო აქ ჩავწერო გავუგზავნო და მე ვიღაცამ ეგ მაგას ვატყობ რა ანუ იმიტომ რომ ვიცი ეგ სფერო მიმუშავია მაგ სფეროში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ანუ რა როგორ კეთდება ვიცი რა ნოუ-ჰაუ მაქვს მაგის და მე რო ხედავ ამას რა ანუ მაგრად გავბრაზდი იმიტომ რომ ანუ იმ კონკურსზე ვინც არიან გასული ბავშვები რა მაგათ უნდა ზუსტად იგივენაირად მოგება იმ კონკურსის როგორც ამას მაგრამ ერთი რო აკეთებს ამ ყველაფერს fair play-ით რა მეორე იყენებს რაღაც ისეთ რომელიც აძლევს
არასამართლიან ესე ვთქვათ ხო advantage ხო აკია აი ისევ ხო აი იმდენად ვარ ჩეჩოულები ინგლისურად რაღაც ფორას არ არის ქართული მაგრამ რამოდენიმე ნაბიჯი წინ არის უბრალოდ არასამართლიანად რა ხო და მანდი ეთყობა და როგორ იყო ავტოტონით დამუშავებული, როგორ იყო აცდენილი ვოკალურად, იმიტომ რომ ვიდეო და აუდიო საერთოდ სხვადასხვა ადგილას იყო რა. თუ გვიან ამთავრებდა თუ რაღაცა. ვიდეოში ჩანაწერზე აშკარად არის, რომ ანუ გვიან იწყებს და მერე ესე რა ქვია, ხმარი გასწორებული ისე რომ იმ დროს უნდა დაიწყოს, საიდანაც არის ეგ ნაწილი თავიდან იყო ჩაწერილი. მერე ავტოტუნის არტიფაქტები ეთყობა რა ნამღერს ყოველთვის. რო არ ეთყობოდეს, უნდა იყოს ისეთი მცირეთი აცდენილი, რომ რთული არის. ეთყობა, მაგრამ რთულია რომ იპოვო რა ეგ ყველაფერი, მაგრამ ანუ ემჩნევა მაინც, როგორც არ უნდა waveform-ი რო ავიღო, მაგაზე ვიპოვი, რო გავატარო, მაგაში მივხვდები რომ ანუ ეს ბრტყელი არ უნდა იყოს, რა უნდა იყოს ოდნავი ეს wave-ი რაც არის რა, ანუ ანუ არ გვაქვს ადამიანებს ეგეთი როგორ თქვა, იდეალური wave-ების გამოცემის საშუალება, როგორც რობოტს აქვს რა, ერთი სიხშირე რო გიჭირავს რა და მაგ ყველაფრის მერე ბიჭო, მაგრად გავბრაზდი რა და ამას ხალხი ჭამს ყოველდღიურად რა და მე ხო ვიცი რა არის და ანუ იგებს ეს ადამიანი. მე პლუს მაგას დამატებული ამის გამოსხვები ჩაგრებიან და ჩემთვის ეგ არის მაგარი მიუღებელი, იმიტომ რომ ყოველთვის ეგეთი ტიპი ვარ, რომ რაღაცა უსამართლობას რო ხედავ, მინდა რომ ავდგე და გამოვხატო და პლუს მაგას დამატებული ვებრძოლო მაგ უსამართლობას რა. როგორ რა სახის უსამართლობაც არ უნდა იყოს, დიდია თუ პატარა, მინდება რომ ეგ გავაკეთო რა და როცა მაგაზე არავინ ხმას არ იღებს რა, ანუ მე ბრაზდები. რო ბრაზდები მე უკვე აი ჩემი ხო და ეგ არის მე მგონია რომ ჩვენარი ადამიანები ცოტანი არიან მორალისტებიც რო არიან რაღაც პონჩი რა, ნაწილობრივ და ის რომ სამართლიანობას ნიშნავს ყოველთვის სამართლიანობას, არა შენთვის სამართლიანობას. აბსოლუტური სამართლიანობა უნდა იყოს და არა არჩევითი სამართლიანობა რა. კი, ზუსტად. ხო და აი ეგ რაღაც მაგ ფაქტმა იმდენად გამაღიზიანა რომ აბსოლუტურად ყველა ვინც ჩემი მეგობარი არის ან ნაცნობი არის და ვისაც უნდა კონკურსში მონაწილეობის მიიღება სადმე ანუ ჩემ დროს ეგეთი რაღაცები არ იყო ხოლმე რა ანუ ყველას ძალიან თანაბრად აძლევდნენ იმას რა მაგრამ მე თვითონ გრძნობდი რომ თქვა ისეთი პონტი იყო რომ ვიღაცეები რომელიც ხალხს სიმპათიურებოდა რა იმათ უფრო მეტად ფუთავდნენ ვიდრე სხვას კი იმიტომ რომ ვიდეოებიც ხო იყო ხოლმე ზოგ იმაზე რა ქვია გამომსვლაზე რაღაც წინ დართული ვიდეოები ემოციური ფონის შექმნა რაღაცა მეორეს კიდე არაფერი ხო იმიტომ რომ ეგ ხომ ის არის შეფუთვა არა მარკეტინგი არის კი ეგ მესმის ეგ შოუს ნაწილი არის რა მაგრამ ანუ შეიძლება ტიპაჟი იყო რომელსაც არაფერი არ აქვს რა ეგეთი რა და ვერ შეგფუთავენ ვერანაირად მაგრამ ძალიან მაგარი მომღერალი იყო რა და თუ ვერ გფუთავენ მე ვერ იგებ ხო თუ ვერ გფუთავენ ვერ იგებ მაგრამ საქმე ისაა რომ ეგ განაიმისი პრობლემა არის რომ ის ტიპი იმას ფუთავს და შენ ვერ არამედ შენი პრობლემა არის რომ შენ არ ხარ იმდენად საინტერესო რომ კარგად შეგფუთო კი და თან მის უმეტეს თუ მუსიკოსი ხარ და მომღერალი ხარ და რაღაცა უნდა გქონდეს ეგ გინდა არ გინდა გჭირდება შოუზე უნდა იყო აი აკცენტირებული რამდენად მაგარი მომღერალიც არ უნდა იყო და აი ხესავით იდგე ტიპი რომელიც საშუალო მომღერალია და აი ხალხს იმენა აი აყვირებს, აწივლებს, აკივლებს, ყოველთვის ეგ იქნება ხოლმე უფრო მაგარი ვიდრე სხვა. ელვის პრესლი. ხო, ხო. ანუ ელვის პრესლიზე ქალები გიждდებოდნენ, იმიტომ რომ აქ იცინებდა თავის იმას რა ქვია რა, თეძუებს რა და ანუ ეგეთი რაღაცა მაშინ არ იყო, არ არსებობდა. ანუ შოუმენი თეთრი გამოსული იყო, თეთრი მომღერალი, იმ დროში ხო ესე და განსაკუთრებით უმეტეს ჯაზს და რაღაც სხვა რაღაცას მიქსს აკეთებდა და ბლუზი რაღაცელი ამბავი იყო და მაგას თეთრები არ მღეროდნენ რა ეგ მაგ დროში ყოველ შემთხვევაში და ანუ რაღაცა გარდამტეხი მომენტი იყო თან თავის მოძრაობებით კი მაქვს ძველი არქივებიდან რაღაც ვიდეოებიდან ნახე გაგიზებული გოგოები გულის წასვლები და მთელი ამბები და ეხლა ეგეთ რაღაცას გული მიდით კი არა ანუ რავი ლამისა ესა რა ქვია დღევანდელი პოპკულტურა იმენა აღარ მინდა მაგას ძალიან იცლება ხო ანუ ხო რა ძალიან იცლება კი არა ანუ ტენაზე ვიწახეთ წინა ეპიზოდში შევწერეთ იმაზე კულტ იმაზე დიზაინის ნაწილი რაღაცებს და შევეხეთ მათ შორის მუსიკას დიზაინს ნაწილობ უფრო არ ქვია ქანდაკებას და ხატრობას და შემდეგ მაგრამ მუსიკაზეც შევეხეთ რომ აი 2000-იანამდე და მე 2000-იანამდე მე 1-2 რაღაც ეგეთი მუსიკა იყო რომელიც ჩემთვის რაღაც უფრო საინტერესოა რა უფრო აი 90-იანების არა 60-70-იანების 80-იანების მუსიკა არის რაღაც ეპოქა იყო ხო ეგეთი რა წარმოიდგინა ეხლა გეტყვი მაიკ ჯექსონი ანუ ყველა ერთად იყო რა იმ პერიოდში არა ეხლა გეტყვი ერთ რაღაცას რა რომელზეც ალბათ არ გიფიქრია და დამეთანხმები მე აბა როდესაც ეგ დიდი არტისტები იყვნენ
მაშინ გჭირდებოდა რომ ყოფილიყავი ძალიან მაგარი, რომ გამოჩენილიყავი ოდნავადაც კი. ეხლა გჭირდება ლეპტოპი. რადიო იყო და რადიოში რომ მოხვედრილიყავი. ეხლა გჭირდება, ანუ არა, უბრალოდ რომ სიმღერა ჩაგეწერა, მაგას გულისხმობ. ეხლა ნებისმიერ ტიპს, რომელსაც აქვს ლეპტოპი, დაჟე ლეპტოპიც არ გინდა, ტელეფონითაც გააკეთებ. ეგეთი მიკროფონიც არ გინდა. აი ერთ iPhone-ში გააკეთებ ყველაფერს. აბსოლუტურად ყველა. ანუ Ableton-ი მაქვს Dode, იმაში რა ქვია, iPhone-ში. iPhone-ის მიკროფონი არის ერთ-ერთი საუკეთესო მიკროფონი, რაც შეიძლება რომ აიღო და ჩაწერო რა, ესე რომ ვთქვათ რა. მარტო iPhone-ში შეგიძლია გააკეთო ისეთი მიქსი, რომ დადებ და მოусმენს ტიპი. ეხლა არის სატურირებული რა, ეგ ბაზარი არის, იმდენად სატურირებული რომ ძალიან ბევრი არის და ძალიან ბევრი არტისტი არის, მაგრამ ეს არტისტები არ ნიშნავს იმას, რომ ეს არტისტები კარგი ანუ ვინც გავარდნილები არიან 70-იანებში რომ ჩაგეგდო, გავარდნილები იქნებოდნენ, აი ეგაა საკითხავი რა. შეიძლება არ ყოფილიყო. მაშინ არ ექნებოდა იმ ადამიანს იმის ესა რა ქვია, საშუალება რომ ჩაეწერა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი სიამოვნება იყო. უნდა ყოლოდა ვიღაც ტიპი, რომელიც აგაფინანსებდა რომ სტუდიის დრო აგეღო. ეხა სტუდია ყველასათვის ხელმისაწვდომი არის და რამდენადაც კარგი არტისტი არის, ერთი იმდენი 1000 მაგარი ცუდი ტიპი მოდის რა, 1000 და 10000. და კარგი მუსიკა დღესაც იქნება რა, ანუ ამასინებზე ვახოსთან ვიყავ ბოლთაშვილთან, არის ცოტა Sleep Token-ი რა იყო. Sleep Token-ი არის ბენდი, რომელმაც ადგა და აი 1000 სხვადასხვა ჟანრი გააერთიანა და არის დღესდღეობით ყველაზე გაყიდვადი როკ ბენდი. Bowie სტილი არის? არა. აი ტიპები ერთი Bowie ხო მაგას შვებოდა, ბევრ ჟანრს შვებოდა. Bowie თვითონ აკეთებდა როგორც კონცეპტუალურად ცვლიდა ხოლმე სიმღერიდან სიმღერაში. ან მაგალითად უბრალოდ ერთი ალბომი სხვა იყო, მეორე ალბომი სხვა იყო და სხვადასხვა პერსონაჟებს ირგებდა რა. მაგრამ ესენი არიან როგორც ერთი ისტორია აქვთ რა და სიმღერაში მაგალითად შეიძლება დაიწყოს როგორც რაღაც ჯენტი, გადავიდეს რაღაცა მეტალ ბალადაში და აქედან გადავიდეს მე საერთოდ რაღაცა ფიუჟენში და ჯაზში. ვა, საინტერესოა. და ანუ ძალიან ბევრ რაღაც ჰიპ-ჰოპს ურევენ, soul-ს ურევენ, R&B-ს ურევენ, ფიუჟენი და ჯაზი ვთქვი, ბლუზი არის, ბლუზის ელემენტები არის, hard rock-ის ელემენტები არის, მეტალი, ნიუ მეტალი, ისინი ძალიან ბევრ ჟანრს ურევენ ხოლმე და ერთ სიმღერაში შეიძლება აღმოაჩინო ეგ ყველაფერი რა. ანუ ძალიან საინტერესო storytelling-ი აქვს თვითონ მუსიკით რა და ეგეთი ბენდი რა თქმა უნდა გავარდება, იმიტომ რომ საინტერესო არის რა. იგივენაირად არის რომ აი Queen-ი რო აიღო Bohemian Rhapsody რაც იყო ხო, რომ აი 4 სხვადასხვა ჟანრი, 3 სხვადასხვა ის აქვს, რა ქვია, 3 სხვადასხვა ჟანრი არის უბრალოდ მაგ სიმღერაში და ისი არის გადაბმული რომ ერთ ისტორიას გიყვება რა. მაგას აკეთებენ ეს ტიპები, რომლებიც აკეთებენ აი მუსიკას, აი ესე რაღაც საინტერესოს. მუსიკით გიყვებიან ისტორიას. და ეგეთი პროექტები ყოველთვის გავარდება ნებისმიერ დროში რა. ბუნებრივია. ხო, ანუ ეგ არის ისტორიას, storytelling-ზეა დაფუძნებული და მაგაზე არის რამდენად მარტივად დაუკავშირდები აუდიტორიას, მაგაზე არის დამოკიდებული რა. და აი ახლა მაგალითისათვის რო აიღო რა რაღაც ერთ one hit wonder-ებს ეძახიან რა, ერთხელ რო გამოჩნდება, გავარდა და მაგის მერე რო აღარავის აღარ ახსოვს ეგეთი ავტორი რა. ანუ ეგეთი სიმღერები მაგალითად ძალიან ბევრი მახსენდება და ეხლა ბოლო პერიოდში რაც მახსენდება არის ის რომ 70-იანებშიც იყო, 80-იანებშიც იყო, 90-იანებშიც იყო ერთი და იგივე სიმღერა, ოღონდ სხვადასხვა ტიპების მიერ ნამღერი რა. 2000-იანებში ჩვენ დროს მეტკონს ქონდა გაკეთებული ბეგინი, მერე მანესკინმა იმღერა იგივე ბეგინი. და ეხლა შანშანწინ თუ რაღაცა გააკეთეს კიდე. ანუ ხო და ანუ YouTube-ისა TikTok-ისთვის რო რაღაცა. ხო და ანუ აი იმდენჯერ არის ერთი და იგივე რაღაცა ეგეთი one hit wonder-ები რა, რომ ანუ ეს TikTok-მა შეცვალა რა, იმიტომ რომ TikTok-ზე ჰიტი ხო ბიტის თემა რაღაც მის სამღერს გააკეთებ ან რაღაცას და მორჩა რა. TikTok-ზე მთავარი არის ვინმე დიდმა TikToker-მა შენ სიმღერაზე ან იცეკოს ან რაღაც ჩაწეროს და გავარდნილი არის შენი ესე რომ ვთქვათ ტრეკი. ეხა იყო Will Smith-ის ის რო გააკეთეს რაღაცა 30 წლის მერე დაბრუნება თუ რაღაც. ხო. ტურზე მიდის ეხლა ხო. anxiety-ზე რო გააკეთა, ხო? აი ეგ anxiety რა, ანუ სიმღერა არის რომელიც 2010-იანებში GOTM, ანუ აიღო და ძალიან მაგრად გაუვარდა ეს Somebody I Used to Know, ხო? მაგრამ რეალურად ეგ Somebody I Used to Know არის რაღაც 70-იანების ტრეკი, რომლიდანაც ტიპს აქვს აღებული სემპლად ეს გიტარის, ის რა ქვია, ანუ გიტარის რიფი რაცაა რა, ანუ ეს პატარა დუმ დუ დუ დუმ დუ დუ. აი ეგა. იგივე თემა შაკირას ჰქონდა ეს ვაკა რაღაცა. ხო, ვაკა არის ეს სამხრეთ აფრიკული ის არის, ხო? რაღაცა ის ადგილობრივი მუსიკა არის და ეხა დუალიპაზე კიდე 60-იანების 70-იანების Elton John-ის რო ჰქონდა რა ქვია, ხო? ცხრილებს რაღაცეებს რა. ხო და აი ეგ მომენტი არის, რომ ანუ ეს პოპ კულტურის, ანუ პოპულარული მომღერლები ვინც არიან დღესდღეობით ძირითადად ცდილობენ იმას, რომ ნოსტალგია ფაქტორი გამოიყენონ რა. ახალს მაგრად. ხო, მაგრად მუშაობს. პოპ მუსიკოსებზე ვამბობ რა, მაგრამ ანუ როგორც კი პოპ მუსიკიდან გვერდზე გადახვალ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაც იპოვი რა. თუნდაც იგივე პოპ მუსიკაში რო აიღო რა, ანუ ლორდი არის აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომღერალი
და არტისტი ვინ შეიძლება რომ იპოვო და ლორდი გახსოვს ანუ 2012-ში გამოჩნდა 18 წლის გოგო რომელმაც ერთი სიმღერით გაისროლა და მაგის მერე ანუ უბრალოდ ისეთი პოპულარობა აღარ აქვს როგორც მაშინ ქონდა რა ის ტრენდში რო იყო მაგრამ სამაგიეროდ მაგის მუსიკას რომ მოусმინე ძალიან საინტერესო არის იგივენაირად შეიძლება თქვა ჩარლი XCX-ი რა ანუ ეგეც ძალიან საინტერესო ტიპი არის რა მაგრამ იმდენად არ არის გავარდნილი როგორც მაგალითად ეხლა რომ გამოჩნდებიან ისე რაღაც ჰიპ-ჰოპ არტისტები და ასე შემდეგ რა ანუ უბრალოდ ეს ჰიპ-ჰოპ არტისტი ანუ ჰიპ-ჰოპი კიდე დღევანდელი ჰიპ-ჰოპი მაგალითად პირადად არ მომწონს რა ძალიან უმეტესწილად არ მომწონს რა თანამედროვე ხო აი მე რაღაცა 1-2 ტიპის ანუ ზედმეტად ბოდიში მაგას ვიტყვი ზედმეტად სექსუალურიზებული არის სექსუალიზებული არის უბრალოდ რა მასაზე გათვლილია რომ ბავშვებმა და რაღაცა ცოტა ისქნა რა მე არ მომწონს ეგ ანუ შეიძლება ვიზუალურად შეხედა და ვარა მაგრამ მორჩა მაგის იქით არავით არ ღირებულება ანუ მაგასაც ღირებულებას დაარქმევ კი მაგის იქით ღირებულება არ აქვს რა მაგას რა ხო რაღაც ისე არის და აი მუსიკა ხო რაღაცა ესე იგი მაგ ამბავში გეთანხმები რა სხვანაირად დავინახე ხა ცოტა რაღაცები დავაკავშირებ და სიმართლე გითხრა ბევრი არ მიფიქრე არასოს რა და ისევე როგორც დღესდღეობით ინტერნეტის სივრცეში მილიონობით ინფორმაციაა ხო 1000-ნაირი ინფორმაცია და ყველაზე რთული არის რომ ამ ინფორმაციიდან გაფილტრო და შენთვის ასურველი მიიღო ხარისხიანად რა ხო და როგორ ფიქრობ ჯამში ეს AI და ტექნოლოგიური განვითარება აი კულტურაზე ზოგადად რა მუსიკალურ კულტურაზე განსაკუთრებით რა გავლენას იქონიებს იმიტომ რომ აი ხმის მოდიფიკაცია ეხა იყო მეგონი ჰოლივუდში წინადაც ვახსენე რომ ერთ-ერთი ან რაღაცა უნგრული თუ რაღაცა აქცენტისთვის AI გამოიყენეს რა მთავარი გმირისთვის რომ უფრო მეტად მიმსგავსებოდა ანუ რაღაცა მანიპულაცია ერთგვარი რომელიც რავი რო არ ეთქვათ ვერავინ ვერ მიხვდებოდა რომ ეგ ეგრეა ბიჭო მან თვითონ თქვენ საჯაროდ მანდ ახლა მე გეტყვი ეგეთ მეიცე სწორად რო ჩამოვაყალიბო აზრი მაგას გულისხმობ თორე თავში მიგრეალებს რა ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი გამომიჩნდა და რომელს გავყვე ახლა აი მაგაზე რა დადებითი შეიძლება დადებითი არის ის რომ გიადვილებს საქმეს მაგრამ სამაგიეროდ უარყოფითი ისაა რომ ტალანტს კლავს რა ანუ აი ხე მე რო ავდგე და ეს ვაზრობთ მე და შენ რაღაცას და უცებ წკაპ და ფრანგულად ვაზრობთ კი გამარტივებული არის მაგრამ მე ხო არ ვიცი ფრანგული ეხლა ვაპირებ სხვადასხვა მაგის აკეთებას აი YouTube-ს აქვს ფუნქცია რომ როგორც ქვია სუბტიტრები შეცვალო ეგრე შეცვალო აუდიო რა და საქართველოში ჯერ არავის არ აქვს ჩართული ეგ ფუნქცია იმიტომ რომ ლიმიტირებული იყო თვითონაც ოფიციალურად კონკრეტული იუთუბერებს მიცეს ეგ ფუნქცია რა Mr. Beast მაგალითად ეგრე აქვს აქვს და 26 ენაზე აქვს რაღაცა ინდიდან დაწყებული თან ინდიზე აქვს 5 სხვადასხვა დიალექტი და იაპონური ჩინური და ვაფშე იაპონურად იცი ვინ ახმოვანებს იაპონურზე AI-ს არ აკეთებენ. ანუ ზოგადად მე მგონი არავის არ აკეთებენ AI-ს. არა, ეგენი ისტორიებს აწერინებენ. და იაპონურზე აკეთებენ ნარუტოს გამხმოვანებელი ახმოვანებს Beasts. ანუ მოკლედ ფული როგორ მეც გავაკეთებდი აი. ხო, არა. Mr. Beast ისედაც ქონდა 24 არხი ქონდა როგორც მახსოვს თუ რაღაც რა. ანუ ყველა ენაზე უშვებდა ცალ-ცალკე არხზე რა. და ეხლა უბრალოდ ერთ არხზე მოიკრებს ყველანაირ აუდიტორიას. ძალიან მარტივია ხო ეგ ტექნოლოგია. ანუ გისმე მე და შენ ახლა ქართული აუდიტორია პატარაა და შეგიძლია რომ უბრალოდ ინგლისურად დაადო ყველაფერი რუსულად არ ხო გაკათე ინგლისურად დაადო ჩინურად იაპონურად რა ვიცი მე ფრანგულად თუნდაც ხო ხო ანუ აი ეგ რაღაცა არის ისეთი ტექნოლოგია რომელიც გამოყენებაც ძალიან მარტივი იქნება არა ისეთი ქვეყნისთვის როგორც ჩვენ ვართ იმიტომ რომ ძალიან რთული არის 3 მილიონიან ქვეყანაში სადაც AI-ს ალბათ იყენებს 10000 კაცი და იმ 10000 კაციდან AI-ს გამოყენება ალბათ 100 კაცმა იცის სწორად. შეიძლება მეტმა, მაგრამ პატარა ან ძალიან მცირე ისაა, რომ აი ყველაფერი კარგად დამუშავდეს რა. მაშინ ვიღაცა უნდა ადგეს პროექტად უნდა აიღოს და იმის ჩვენი ლოგიკა უნდა გააწერნოს, უნდა მისცეს ძალიან დიდი რაოდენობით ფუტიჯი თუნდაც YouTube-ზე გვაქვს ეგ ფუტიჯი. მაგრამ სამაგიეროდ ისაა, რომ მაგალითად ლიტერატურული მხრიდანაც გჭირდება მიცემა, რაც ძალიან რთული არის. ძალიან εν რაოდენობის ბიბლიოთეკა უნდა მიცე ტიპს რა AI-ს რო აქედან რაღაც გამოიყვანოს რა და ჩვენ პატარა ქვეყნისთვის ეგ ძალიან რთული არის რა. არ გვაქვს ახლა რესურსი რა. ქართულ ენაზე ძალიან ცოტა. მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცა იქნება ის რომ ეგ რომ მოხდეს და ჩვენ შევძლოთ რომ გლობალურ ბაზარზე გავიდეთ. ძალიან გაგვიმარტივებს საქმეს რა. ანუ თუნდაც იგივე რომ მე ვფიქრობ რომ ქართული YouTube არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამ ხრივ გულისხმობ. ასეთ პატარა ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ TikTok-იდან ძალიან ბევრი ნახვები TikTok-მა
ძალიან ბევრი ნახვები წაიღო ესე რომ ვთქვათ რა TikTok მომხმარებლებმა. მაინც ძალიან დიდი აუდიტორიები გვექნება რა, ანუ სხვადასხვა არხებზე. 9,000,000-იანი არხები გვაქვს ძალიან ბევრი. 100,000-იანი არხები გვაქვს 100-ზე მეტი, 200-ზე მეტი. და ჩვენისანა პატარა ანუ თითქმის 200-მდე არის რა უბრალოდ. და ჩვენისანა პატარა ქვეყანაში, როდესაც აი მაგხელა აუდიტორიას კრებ და თუნდაც აი რო ადგე 10,000 მაყურებელი რო ყავდეს უკვე ძალიან მაგარი შედეგი არის ჩვენისანა ქვეყნისთვის რა. ამერიკისთვის არის ჩათვალე, ჩვენ რო 10,000 მაყურებელი ყავს ამერიკაში ჩათვალე უნდა ყავდეს 1,000,000. ანუ სრული სიგიჟე არის და მაგის ემას რა ქვია ვერ ხვდებიან მაგას უმეტესწილად ძალიან ბევრი. თუნდაც იგივე მარკეტინგის სპეციალისტები ვერ ხვდებიან და ვერ იაზრებენ მაგას და ვერ აფასებენ სათანადოდ. ჩვენ ძალიან აქტიური ის მყავს რა ქვია სეგმენტი სოციალურ ქსელებში რა. აი Facebook-ი ლაიქების კონკურსი, მეგონი რა სახეს ვაწვდით. ლაიქებს და აი ეგ ხო მაგაზე კიდე ცალკე იმას ვამბობ რომ პატარა ერის კომპლექსი რადგანაც გვაქვს რა. ანუ გვინდა რომ ჩვენი იმენა წარმოვაჩინოთ უფრო მაგრად ვიდრე ის. ანუ ზაზაფაჩულიას ის რო იყო რა ქვია შემთხვევაში. ანუ ჩვენ გამოშეცვალ 3 მილიონიანი ქვეყნიდან შეცვალეს წესი ერთი ქალაქი აქვს მარტო სადაც 15 საქართველო ეტევა. და ჩვენ გამოშევაცვლევინეთ რა, ანუ მოუცლელები ვართ, აბა რა ვართ იმენა. აი ზაზა რამდენს ამავდით მაშინ 2015-ში რამდენი შეგეძლოთ რაღაცა და ყველა ჩართული იყო სამსახურივით ქონდა გამოწერილი, რომ აი უეჭველი ეს უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ეგრე გვევასება. როდესაც ეგრე გვევასება ჩვენიანის წარმატება რა. როდესაც ევროპაზე გავედით, მაშინ აბსოლუტურად ყველა ჩალიჩობდა იმაზე, რომ ქართველების რაღაცეები დაედოთ რაც შეიძლება მეტად. ყვარა რო გადავიდა ნაპოლიში, ქართულად დაიწყეს წერა ეგრევე და ყველაზე მეტი engagement-ი ეგრე ქოჩორას ისა. ქოჩორა ცალკე ხავი რომელიც გაუშვეს. ხავი ჯიგარი. აღარ არის ხავი? არა, რამდენი ჯიგარი არის, არ ვიცი, საკითხავი არის, რაღაცაც ცოტა ისეთი ამბები იყო ხო, ანუ მაგრამ ქართულად წერდა და ანუ engagement-ი მოქონდა. ეხლა PSG ქართულად წერს. PSG კი არა, League 1-ი წერს მაგ ყველაფერს რა. ქართულად წერდა ყვარაზე, ხო. ვიდეოს ატრიალებს ხოლმე ძალიან ხშირად. ხო. ხედავ რომ და იცის რა, ანუ ქართული engagement-ი მოდის მაგით რა. ანუ და რო შეხედო ეხლა უცებ რაღაცა ევროპის ჩემპიონატი მოიგო ესპანეთმა, აქვს რაღაცა 7,000 ლაიქი და აკდევს ყვარას ფოტო და აქვს 50,000 ლაიქი. ანუ ხო სიგიჟე არის. აი ხო ესპანურენოვანი ქვეყნები ჯერ რამდენი არის, მოდი მაგით დავიწყოთ. ესპანეთში რამდენი სუპერ ვარსკვლავი არის და არაჯოგნის, რომელიც მოდის 3 მილიონიანი ქვეყნიდან და იმ 50,000 ლაიქის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენ ვართ. ანუ ხო სიგიჟე არის. მაგაც ფენომენია რა. ხო და მაგიტო ვიძახ სოციალურ ქსელებს მაგრად იყენებენ რა. YouTube-ს არ იყენებენ დიდად, მაგრამ აგერ 400,000 გამომწერიანი რამდენიმე არხი არსებობს უკვე, ხო? 400,000-იანი მიდიან. მილიონიანი არხებიც ყავს რამოდენიმე. ხო, მილიონიანიც ყავს, მაგრამ ეგ სხვა კონტენტია რა, რაღაც. ემილია აიღე, ბიჭო. რამდენი ყავს მე? დახედე. ტელეფონი იქნება. ხო, ემილია TV, ნახე რამდენი. გაგვირდი. რაში ფიქრებდი მაგას? ნახე? იცოდა? 952,000. ხო, ეგ მილიონია რა. ხო, ეგ არის სუფთა ქართული კონტენტი რაც სადაც აქვს. აბა ნახე სხვა არხი მაგისიც. სხვა არხიც აქვს? ხო, არა მათ ქართულ ენაზე აკეთებ. მართლა? მაგარია. ძალიან მაგარია. ემილი family. რაღაც 9 მილიონია. მაგას მო დანელია აიღე, დანელიას აქვს. დანელიას იმაზე rilsების ის რო აქვს. ხო. შორტების ბოდიში. კი, ბევრია. რამდენიმე მილიონი ნახვები და რაღაცები. დანელიას მაგრად აქვს ხო ეგ. ხო და ბევრი არიან, ვინც აკეთებენ მაგ ყველაფერს რა. ძალიან, ესე კი ბევრი მაქვს ასწავლი. მე ეხლა კიდე რაღაც 1-2-ს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ უნდათ უმეტესილად, რომ ესე ვთქვათ, ყურადღება მიიპყრონ ტიპები, მაგრამ ყავს რა. ვინც უცხოურ იმაზე მუშაობენ. უცხოურ აუდიტორიაზე ვინც მუშაობს, და საქართველოსდან მუშაობს. ან ეგ არის რა თუ ამუყავებ კეთებას YouTube-ის. TikTok-ზე ყავს იმდენი მილიონიანი ტიპი. ვერც კი წარმოიდგენ რა, ანუ ერთი ყავს ბათუმელი გოგო არის, ანა ქვია, დელფინი ყავს. დელფინარიუმში მუშაობს და დელფინებთან ერთად არის რა 7 მილიონი გამომწერი ყავს. ხორღადა. ხო და ანუ ძალიან ბევრი არის. ბიჭო TikTok-ზე ისე ვართ ლაითად რა, პოსაკიდან კათავთ ხომ რაღაცებს იკიფთებთ, მაგრამ ნახვები იქ ბევრი, ანუ რაღაც ერთწუთიან კატს. აქ რო 5,000 ნახვა მაქვს ხოლმე, იქ მაქვს 70,000, 20,000. იმიტომ რომ საინტერესო რაღაცეებზე, ანუ საინტერესო რაღაცეები ზოგადად ვარდება და TikTok-ზე კიდე უფრო მეტი ადამიანი სკროლავს და როგორ გადმოვიყვანოთ აქეთ, იმიტომ რომ
ტექნოლოგიების მიმართულებით, რავი, ესეთი არხი. როგორ უნდა აღარ არის. როგორ უნდა გადმოიყვანო, გინდა გითხრა? აი ახლა იმ კამერაში შეიხედე და თქვი, რომ იწყებთ რობოტების ზომს. დავიტყვი წინაზე. აი უკეთესად უთხარი და რობოტი გვანახე სად არის? აბა როგორი რობოტები გვექნება? აი იქით. მოიყვანე, მიდი. დავაი. ასე ვარ. ბიჭო, ეგეთი არ გვაქვს ჩერაწყობილი. პატარა ხო არის ეგეთი? პატარას მოვიყვანა, იცი. შარშან რომ ელაპარაკებოდი ხომ მეუნებოდი მაგაზე როგორი უნდა ყოფილიყო და მიდი. აი ხა სანამ გასული არის. შარშან რომ ანახა ეს რობოტები და რომ ითხრა ეგ იდეა რომ ანუ რობოტების ომის გაკეთება გვინდაო, რობოტების ბრძოლის გაკეთება გვინდაო. აი მაშინ რომ ანახა რაღაც პატარა პროტოტიპები, ან აი ბავშვობაში რო უყურებდი ხომ ეს რობო-ბეთლ იყო თუ რა ერქვა აღარ მახსოვს. ზუსტად აი ეგ ტიპები ქონდათ გაკეთებული რა, თქო პატარები შედარებით რა. და მაგრად მაინტერესებს ერთმანეთს როგორ დალეწავენ. ავთო როდის უნდა იყოს ეგ? 13 ივლისს იქნება ეგ ყველაფერიო. სად უნდა იყოს ავთო? მაგამბავს ვაგვარებთო, მაგრამ ალბათ ექსპოში იქნებაო. ხო და ეძებს. ავთო მაიხედა ზევით? ვერ ნახა? გამოიხედა ქვევით? ვერ ნახულობს? მაღალ თაროზე ძრება? მე მგონი კომენტატორად უნდა დავჯდე მე მანდ. ვერა? ტელევიზორის ქვეშ ხო არ არის? ანუ თუ გამოიწერთო ავთომ შემდეგ ეპიზოდში განახებთო. ხო და. თელი ამბავი რა არის, იცი? რომ აი, ეხა ხო დავიწყეთ ეს პროექტი რა. რომელიც შარშან წინ სულ საუბრობთ ხო მილაპარაკია შენთანაც და თითოეული კომენტარი მე წეს ხომ რაღაც პოზიტიურს, აუ ისე მიხარია, მეთქი რა მაგარია და ბევრი იყოს ეგეთი რა. ბიჭო, ეგ ზოგადად ტოქსიკურობა გვახასიათებს. მაგრამ ეგ ტოქსიკურობა გვახასიათებს. სოციალ მიწერენ ჯერ არის რა. ცუც თუ არ წერენ ძალიან კაია რა. მე ვარ მიჩვეული მაგას ხოლმე, მაგრამ ზირთად მაგაზე არც არავით არის ესეთი არ მაქვს ხოლმე რა ქვია. ხო, შეისა ხო? აი ხო პროსტა מחარებს რომ კარგი რაღაცებს წერენ უცხო ადამიანებსო, ჩემი მეგობრები რო წერენ. ეგ ხო ის. ძალკე ამბავია, მაგრამ. ბიჭო, როგორ რაღაცა არის, აი რაღაც ასაკამდე რაღაც დოზით ტოქსიკურები ვართ ხოლმე ძალიან. ხო, არ ვინდობთ. არ ვინდობთ იმინა გადავლაზე მივდივართ რა. და შეიძლება არც იცოდეს საერთოდ ეს ადამიანი რასაკეთებს პირველად ხედავდე ან რაღაცა უბრალოდ ღიზიანდებოდე. ან პროსტა იმიტომ ღიზიანდებოდე რომ მიჩვეული ხარ რომ ამაზე უნდა ღიზიანდებოდე რა. ან სხვებმა გითხრა რომ ეს ამაზე უნდა ანუ ხო რაღაც ასაკში რომ მივდივარ, რაღაც ასაკამდე რომ მივდივართ, მაგის მერე ხვდებით ვის როგორ უნდა შევხედოთ, ვის როგორ ან დაუფასოთ. ხო, ან დაუფასოთ რაღაცეები. მე მახსოვს რომ ადრე რო ვდახმობდი ხომ მე ვიდეოებს არ ვიწერდი რა. ხო. რატომ ყავს? არ ვიცი, ეს გაცნობიერებული იყო, უბრალოდ რა ვიცი, ვდახმობდი სო რა. და მე სხვა იუთუბერმაც რო დაამუღამა ეს მოწოდება რაღაცრებას. მე დავფიქრდი რომ მეთქი ეს ადამიანი მაინტერესებს. ამ ადამიანს უყურებ, რაღაც საინტერესო კონტენტი აქვს და მოდი გამოვიწე ჩემი რამედის აქ რა. ანუ ხო ერთი კლიკია. მან ერთი ძალიან მაგარი დეტალი არის რა ზოგადად. როდესაც ალაიქებ, როდესაც კომენტარს წერ, როდესაც უყურებ ბოლომდე ვიდეოს, როდესაც subscribe-ს უკეთებ, ეგ ყველაფერი ამ ადამიანის არხს რეიტინგში ზევით წევს და ალგორითმი უფრო მეტად გაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრ ადამიანამდე მივიდეს ესა თუ ის კონტენტი. TikTok-მა მაგალითად ეხლა ამას წინებზე თავისი ისე რომ ვთქვათ რეიტინგის სისტემა გაასაჯაროა რა. და ხდება როგორ რაღაც რომ უმეტესობა TikTok-ებისა რო ნახო რა სადღაც არის 100-დან 300 ნახვამდე. და რატო არის ეგრე? თავიდან უგზავნის რაღაც რაოდენობის ადამიანს, რომელიც არის 100-დან 300-მდე. თუ ეს ადამიანები ანუ ქულებს დაუწერენ რა ამას ანუ მაგალითად ლაიქი რაღაც ერთი ქულა არის დარეპოსტება სხვა ისა კომენტარი სხვა არის watch time-ის სხვა ქულა არის და ასე შემდეგ რა მაგ ქულებს აგროვებ რა და თუ ეს რაღაც ზღვარს გადაცდება უფრო მეტ ადამიანამდე გაყავს თუ არ გადაცდა მაშინ ტოვებს იქ რა პირველი ეტაპი ეგ არის მე შემდეგზე კიდე იგივენაირად რა როგორ ნახავს აუდიტორია როგორ engagement-ი ექნება რა მაგის მიხედვით კიდე უფრო დიდ აუდიტორიაზე გაყავს რა მე იქაც და ანუ რამოდენიმე ეტაპად არის ეს დაყოფილი რომ ანუ მილიონობით ნახვებს რო ვაგროვებთ ხოლმე რა ამა თუ იმ პლატფორმაზე ეტაპებად გადის ხო ეგ არის ეტაპებად რა
ზუსტად რომ აი რაღაცა თუ ამ ადამიანებს მოეწონათ ეს და დააგროვა ამ რაოდენობის ადამიანს თუ მოეწონა ეს და დააგროვა ამდენი ნახვა მაშინ მოდი გავუშვათ უფრო მეტთან თუ ვერ დააგროვა მოდი დავტოვოთ როგორცაა და არ დავხარჯოთ ზედმეტი ენერგია იმისათვის რომ მივაწოდოთ ვიღაცას უინტერესო კონტენტი რომელიც სამას არ დაინტერესა ან და მაგ სამას ადამიანში რა არ არის მაინდა-მაინც ის ტიპი ვინც შენ გჭირდება არა ანუ ვინც აუცილებლად იმ კონტენტითაა დაინტერესებული რომელიც შენ გაქვს რა ზოგადად ყველას უგზავნის რა და მაქედან მიმდინარეობს ხო. ეხლა ის არის ალგორითმის დამუშავებაც, რომ დაადგინა შენი ავტორია ვინ არის რაღაც მომენტში რა. ალგორითმის დამუშავებაზე მეტად. ანუ შენი ავტორია ხოლმე იპოვო რა, ჯერ ვის აინტერესებს შენი ვიდეოები. და მან ხო თეგები და რაღაცები გეხმარება, თუ არ ითვალისწინებს. და არ გითვალისწინებს მაგაში რა, ანუ თეგები კი, ასე თუ ისე გეხმარება, მაგრამ დიდად არ გითვალისწინებს რა. For you page არის სრული რენდომი. for you-ს ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის. For you არის სრული რენდომი. ყველა აკეთებს ალბათ. ხო, follower-ებზე რო გადახვიდე, მან ისედაც following-ებზე რო გადახვიდე რა. ხო არის რამოდენიმე page-ი რა. For you არის რო აი შენი ინტერესები რაც გაქვს რა, ანუ მაგაზე random ტიპებს განახებს, შეიძლება საერთოდ პირველად ხედავდე რა ვიღაცებს და მაგიტო განახებდეს, მაგრამ მე რადგან ძირთად for you-ზე ვსკროლავ ხოლმე ის ტიპები ვინც მომწონს, არ ვაფოლოვებ, იმიტომ რომ for you-ზე მინდა რომ ამომიგდოს და არა following-ში, იმიტომ რომ following-ს იშვიათად ვიყენებ. ხო, ბაზარი არის. მე following-ს ვაფშე არ ვსერჩავ. არავის არ მისმენია. ხო, ამ დროს following-ზე შემთხვევით რომ ეს გადმოწიო გვერდით რა, ამოგიგდებს მანდ უკვე იმ ტიპებს, ვისაც შენ ესე რომ ვთქვათ, როგორი ტიპის კონტენტით მოწონს. და follow-ი მარტო შემყავა ხარ მგონი. მე გადავები? არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი შენ. რას ამბობ? მაინც შევხედო ეს. ვიდი აბა. რა პატივი არის? ნიდორ მე ჩემი პირადი TikTok-ი არ მაქვს, ანუ არ შევედი და რაღაცა ეს რიცხვები რო ოპა, ვა, რა მაგარი არის ბიჭო. ხო, რაღაცა. ეგეთი აქტიურობა TikTok-ზე კაიხანი არ მქონია, იმიტომ რომ ალბათ მეც არ ვაქტიურობ ხოლმე და თუ ვდებ მარტო ვდებ რაღაცას, როდესაც გეღინებ შუაღამისას მეზობლების შეწუხებისას. მოდიში მეზობლებო. ანუ კომპანიების გარდა, პერსონა, ვინც ხარის? შენ ხარ კი. დანარჩენი არის ჩემი კომპანიის სხვა TikTok-ები რა. ეს ენსუ ჩემები არიან და აგარია. იშვიათია არ გაქვს გამოწერილი? იშვიათია გამოვიწერე ლევანის იმის დროს. წინა ეს უბრალოდ აი ეგ არის რა. ო, აი ეგ უნდა მეთქვა იმიტომ რომ ლევანის TikTok-ი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ არ დებს ბევრად კონტენტს, უბრალოდ აი ის რასაც დებს ხოლმე, ჯერ ხო კინემატოგრაფიულად არის გაკეთებული ხოლმე რა. და ძალიან დამეხმარა განათებებში, თორე ეხა კიდე დასახვეწე მაქვს, მაგრამ პირველი ვიდეოები რო ნახო, ბრტყელი კადრები მაქვს ძალიან რა. ერთი მხრიდან ანათებდი ხო. ხო, და ეხა ცოტა რაღაცებს ვაბალანსებ და კიდე გამოვასწორებ ხებოდები ახლა ტექნიკას. ლევანი აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიპი არის, ვინც ქართულ ზოგადად ინდუსტრიაში არის რა. კი. არა მხოლოდ რაღაცა VFX-ების მხარეს გულისხმობ. VFX-ებში ხომ ანუ მაგის ანუ Highway-ნაირი კომპანია ფიზიკურად არ არსებობს. არა მარტო ჩვენთან, არამედ კავკასიაში არ არის ეგეთი კომპანია და ძალიან მარტივად უწევთ კონკურენციას ზუსტად Highway-ის ხარჯზე ევროპულ ქვეყნებსაც რა. მერე პიროვნება ხო იცალკე ეს არა ქვია რა და მანქანები, ანუ მანქანა, ანუ ეგ ის რა ქვია, ჰობი ეხა აღმოაჩინე რა. არა, ანუ მე ლევანი გავიცანი ლაშასგან. ანუ ლევანის მისგან, მე და ლაშა ვიყავით კურსელები, ბავშვების მეგობრები, ან გეიმერები, ასე შემდეგ და მანქანების სიყვარული რაღაც. ხო და ლაშასგან ლევანი რო გავიცანი რა, მაშინ ყავდა Skyline კაკრას. ნუ ეს Skyline არის სხვა იყო რა და წინ მქონდა მახსოვს ეს გრილზე იაპონიის ამომავალი, ესე რა ქვია, მზე. იაპონური. ხო და ანუ მეთქი ვახ ბიჭო ეს რა მაგარი მანქანა არის თქო რა. და Need for Speed-ი. ანუ ეგრევე მაგაზე წავედით, მე ლაშა მიყიდა RX-7 და RX-7 რო ამას ყავდა და იმას Skyline ყავდა ხო საერთოდ აი ციგიჟე იყო რა და ეხლა რაც ყავს ლევანს მანქანა, ანუ R12 GT-არი. ეგ არის ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე იკონური საკულტო მანქანა რა. იმიტომ რომ ტიპმა, ანუ მაგ მანქანამ დაამყარა ალბათ ყველანაირი რეკორდი, სადაც შეიძლება რომ დაემყარებინა თავის დროს. და ხო, რაც სრულიად. და ქართულ სივრცეში ლევან მარეს დაიწყო ეგეთი კონტენტი არ არსებობს. მანქანა განხილვა სხვა თემა, მაგრამ ეს სხვა რაღაცას აკეთებს. აი ერთი ეგეთი ქონდა გიოს. Dude with R34, ეგრე ქვია მაგის არხს რა. ზუმერის გიორგი. ეგრე უფრო მეტ მაიცის რა. ხო და გიოს ქონდა ხოლმე ზუსტად ეგეთი ვიდეოები, რომ story ქონდა მანქანის ოღონდ მოყოლილი
მე პატრონის პერსპექტივიდან რა, ანუ როგორც მე პატრონე იმაშობოდა რა ქვია რა, ანუ ყვებოდა ეგეთ რაღაცებს ძალიან კინემატოგრაფიულად იყო გადაღებული მაშინ რა ეგ ყველაფერი. მაგრამ ნუ რამოდენიმე წლის წინ პანდემიის დროს დაიწყო სადღაც და მე ცოტა ხანში გააჩერა რა, იმიტომ რომ ხო ეს YouTube-იან ძალიან ბევრი დრომი აქვს რა მეგობრებო, ვინც არიცით. დაგეგმა სტუმრებისთან დროის შეთანხმება, ჯერ უნდა ეცალოს მე თემის არჩევა. მოგეთ ძალიან ტექნიკა აპარატურა 10000 დრომი აქვს რა და ხარჯიც ძალიან ბევრია და ამიტომ თქვენი გამოწერა არის ერთადერთი კომპენსაცია ამ ყველაფრის რა, რომ мотиваციაც გაიზარდოს. ეხლა ავთომ რაც თქვა, ეგ ყველაფერი რა, ანუ იდეაში კიდე უფრო მარტივად არის აქ, იმიტომ რომ საუბრობთ. ხო. მაგრამ როდესაც შენ გიწევს რომ წინასწარ გაწერო რაღაც, მე ეს ყველაფერი ისე გადაიღო რომ ჩვეულებრივი ფილმის პროდაქშენი არის რა, ჩათვალე ოღონდ ფილმებს იღებ შედარებით უფრო დაბალ ბიუჯეტში და უფრო მაღალ სისწრაფეში რა, იმიტომ რომ ყოველკვირეულად უნდა დადო. აი აუდიოზე რომ მუშაობდი ხოლმე რა, მანდ იყო ეგეთი ის რა თუ თამაშზე მუშაობ რა, იმე ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ დრო გაქვსო აი თავზე საყრელად რა, რამოდენიმე წელი გაქვს რა. ფილმზე თუ მუშაობ რა, რამოდენიმე თვე გაქვსო რა და თუ სერიალზე მუშაობ, შენ გჭირდება რომ მორჩენილი იყო გუშინო. ანუ და ზუსტად აუდიოზე რომ მუშაობდი, მაგ დროს ფილმებზე რომ ანუ რამოდენიმე თვე მუშაობდით და ანუ არ გქონდა რაში, სერიალებზე რომ გადავედით რა და უცებ რომ მოგვეყარა ეს სერიები და ვერაფერს ვეღარ ვასწრებდით და სრული პანიკა იყო რა სტუდიაში. ანუ აი მან მივხვდი რომ თურმე მართალი არის რა და მე YouTube-ზე რომ გადმოვედი რა უკვე ის ესე რომ ვთქვათ თამასა რაც ქონდა სერიალებს რა რომელიც გადიოდა უკვე არა მარტო ქართულ ტელევიზიაში, უცხოურ ტელევიზიებში გადიოდა ან ვთქვათ მე რაღაც სხვადასხვა ანუ დიდ ესე ნეტვორკებზე იყიდებოდა ხოლმე რა. მან რა თამასაც იყო YouTube-ზე, მაგ თამასას ვერ დაიჭერ უბრალოდ იმიტომ რომ ბიუჯეტი არ გაქვს და ხალხს ვერ დაასაქმებ იმ დონეზე. დღევანდელ YouTube-ში კარგი ხმა არავის არ აქვს. აი აბსოლუტურად არავის არ გვაქვს კარგი ხმა. იმიტომ რომ სწრაფად გვჭირდება რომ გავაკეთოთ რა და ეს Rode მიკროფონები რაც არის ხოლმე. ან ისინი რაც არის DJI-ის მიკროფონები და რაც არის. კი, იღებენ ძალიან კარგად იწერენ ხმას, მაგრამ არ არის რა ისეთი ხმა, როგორიც უნდა იყოს ისეთი ვიდეო. ან Mr. Beast-საც ნაგავი ხმა აქვს, მაგას გეტყვი. ხო, ამიტომ ამას დამუშავება ჭირდება. ეხლა მე 32 ბიტში ვწერ, მაგრამ ამის მიუხედავად თუ არ დაამუშავე შესაბამისად. და მაგის თუ არავის არ აქვს. აუდიოს პოსტ-პროდაქშენზე მუშაობა არის ცალკე ხელოვნება რა და როდესაც ვიდეოს ცდილობ რომ გადაიღო და დაგეგმო გადაიღო და ატვირთო ხო დაამუშავო და მე ატვირთო ერთ კვირაში რა ძალიან რთული არის რა. მაგის გამო მე პირადად მე რასაც ვაკეთებდი ხოლმე იყო ის რომ მე ვგეგმავდი გადაღებებს ისე რომ ერთ დღეში გადამეღო მთელი თვის მასალა რომ მე სამუშაო დრო მქონოდა ამაზე რა და ეგეც მაგარი რთულია რა. ერთ დღეში გადაიღე ამდენი რა დღის ბოლოს ვიყავი მკვდარი ხოლმე ჩვეულებრივ რა ანუ მაგრამ მაშინ მქონდა ეგ мотиваციაც და ასე თუ ისე მქონდა სპონსორების მხრიდან რომ ან მაგაში რესურსების გაშვება ძალიან თავისუფლად შემეძლო მაგრამ ანუ არ არის რა ეგეთი მარტივი ყველასთვის ეგ რა. ძალიან რთული არის რა ეგ რეალურად. და კიდე ესე რომ ვთქვათ ძალიან ბევრი პროდაქშენის მხრივ დილეტანტი ყავს რა. ანუ რაღაცებს აკეთებენ და ყველაფერს თვითონვე ცდილობენ რომ გზადაგზა ესე რომ ვთქვათ დაამოღამონ რა. როდესაც კი შესაძლებელი არის ეგრე, მაგრამ როდესაც პროფესიონალი ყავს რაღაც საქმის ბევრად უფრო გიმარტივებს რა. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, კი. და აი სხვა შორის აი ხო დავიწყეთ რა ეს ვიდეოები, 4 ვიდეო გადადებული ჯერ. ხო და თუ პირველმა ვიდეომ რაღაც 4000 ნახვა, მეორე ვიდეომ 3600 ნახვა, რომელიც დამაკმაყოფილებელი იყო რაღაც ამბავში და მე რაღაც დავარდა ცოტა უფრო ნაკლები იყო რა. მე კიდე უფრო ანუ ხო და ეხა ჰიტას ვიდეოები ვნახე რა პოდკასტებზე ქონდა აწყობილი საქართველოში ტოპ რაღაც პოდკასტები და რაღაცები რა და იქ საუბრობს რომ ეხა ხშირად არ გამიკეთებია მაგრამ წინა ერთ-ერთი ვიდეო ისკენ დავარეკლამე Facebook-ით, ლინკით. ხო და იქ ქონდა რომ აი არ უნდა ქნაო ეს ერთო გიფუჭებსო YouTube ალგორითმსო რა და ლოგიკა რაც თქვა, ანუ ეგ გასაგები იყო ჩემთვის, რომ Facebook-ზე პოსტ კლიკი მოზის ტიპს, გადმოდი შენთან 5 წამში თიშავს და ის YouTube-ში ალგორითმი თვლის რომ არ არის საინტერესო, ხო. ხო და მე აღარ ვჩვენებს არავის რა. ხო, მაგრამ როცა ახალი ხარ. რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ თავიდანვე რაღაცა დიდ აუდიტორიას გაწვდე, იმიტომ რომ ხა იგივე პოდკასტი გააკეთეს ოქტოპუსის ტიპებმა რა. ხო. გუნდიშამ და ცოტნემ რაღაცა.
და რაღაც ორ დღეში 10000 თუ რაღაც ბევრი ფოლოვერი ყავთ რა. იმიტომ რომ ხან მაგათ თავისი ის აქვს უკვე. მაგათ თავისი აუდიტორია ყავთ და გადმოყვა აქეთ უბრალოდ, მაგრამ აი სრო არავინ არ გიცნობს პირობითად ამ სივრცეში. მოდი რა საკეთებ? ანუ თახეთ ამ ჩემი კონტენტი ისეთია რა. მახარა არ არის, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ვიღადავებ რაღაცაზე, სადაც იუმორი შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ არ ეგეთი რომ ვიღაცეები ისქნა, ინტრიგაში ჩააგდო და ხო ხტები, რაც ყურებადია. წამის ვიდეოები ეს არ არის, შეიძლება რომ გაინტერესებდეს. მაგრამ შეიძლებოდა გადაქცეულიყო ეს ყველაფერი წამის ვიდეოდ, მე რო არ მეთქვა რომ მოდი ჯერ ჩავწეროთ და მე ვჭამოთ და შეიძლებოდა კი, ნამდვილად. და კიდე რაღაცა ისეთი ვიდეოები არ არის, რაც აი უფრო ისეთია რა, აი მეტად შეიძლება გაინტერესებდეს ყველა ადამიანისთვის, საინტერესო შეიძლება იყოს. აი ტექში ხარ რა შვები? ტექში ხარ. ტექში როდესაც ხარ, შენი აუდიტორია უკვე გაამეათედა ზოგადი აუდიტორიისგან რა. მე ეხლა მან დაამატე ის რომ ტექში რო ხარ, განხილვების სხვა რაღაცა არის. საუბრების სხვა რაღაცა არის. პრეზენტაციების სხვა რაღაცა არის. განხილვები არ ყავს, კიდე გაგინახევრდა უკვე რა ის რაღაცა 10% რომელიც ყავდა 5%-მდე ჩამოხვედი მთელი აუდიტორიის რა. მე მიდიხარ საუბრებზე რა. საუბრების დროს დამოკიდებული ხარ იმაზე, ვინ ყავს სტუმრად. სტუმარი თუ კარგი საინტერესო არის, შენი აუდიტორია ვინც არის, ესე ვთქვა, target audience-ი უყურებს, თუ არ არის საინტერესო, ეგ target audience-აც კარგავდება. ხო. მაგრამ თუ სტუმარი ისეთი ყავს, რომელიც შეიძლება შენ სფეროში არ არის, მაგრამ შენთან მოვიდა და ისაუბრეთ ისეთ თემებზე, რომელიც სფეროსაც ეხება და ცოტა ხო, ყვეთა არის რაღაცა რა, უცებ შენ აუდიტორიას ემატება იმ ტიპის აუდიტორიაც და მე იმას რამდენად საინტერესო საუბარი არის, მაგიდან და მაგაზე დამოკიდებული არის ალგორითმი რამდენად კარგად გაიცვრის რა. რამდენად მაღალი watch time გექნება მაგის მიხედვით გავარდება თუ არ გავარდება. მე პლუს მაგას დამატებული რამდენად კარგად დაჭრი შენ ვიდეოებს და გაუშვებ სხვადასხვა პლატფორმებზე რა, short ვიდეოებად გულისხმობ. რომლებიც ცალკე თავის ნახველს ესე ვთქვათ დაგიგენერირებს რა, გამოგიმუშავებს. შეიძლება ამ ვიდეომ TikTok-ზე მაგრად გაისროლოს, მაგრამ TikTok-იდან ტიპი არ წამოვიდეს მთლიანი ვიდეოს სანახავად. ამიტომ ზუსტად ის მომენტი უნდა ამოარჩიო, რომელიც რაღაცნაირად ესე ვთქვათ ანკესზე წამოაგებს და გადმოგიყვანს. ხო, რამდენიმე ვიდეო რომ ეხლა მე რაც ვკათავდი ხოლმე. მაგალითად რაღაც საინტერესო ისტორია, მომენტი არის რა. მაგას ვკათავდი მთლიანად. და Facebook-ზე და TikTok-ზე შევხვდა ძალიან ბევრი ეგეთი rilsi, რომელიც დაწყებული აქვს იმ მომენტში ხარ და არჩება რა და მეთქი რამე ხوار და დამესკიფა მოდი აბა ახლიან და COVID აღწერაში ჩახედე ხო მე? ხო და ეგ ძალიან ცუდია ბიჭო. ბიჭო, ხო ცუდია, მაგრამ ეგ არის, ანუ ეგრე მუშაობს დღევანდელ თაობას არ აქვს იმის, ანუ დღევანდელ ესე ვთქვა ახალგაზრდობას არ აქვს იმისი ფუფუნება, რომ ეს რა ქვია attention span-ი უფრო სწორად რა. არ აქვს იმ ხელა რომ ადგეს და უყუროს მთელ ვიდეოს და რაღაცნაირად უნდა დაინტერესო და წამოიყვანო აქ. თუ იმ ნაწილს დავკათა რომ შენი ზახი რომ დღევანდელ ახალ თაობას არ აქვს და გავწყვიტა ვიდეოს. ხო, მაგრამ აი ხო ხტები ხო, კაი. რა არ აქვს ხო და არ აქვს. ხო, რაღაცა არ აქვს. ხო, არა, ხო, აი ეგ ისკენი რა ქვია რა, ანუ თუ ეს შიგ დატოვე და მე არ აქვს მე თუნდაც რაღაც იზრდა. ხო, აი ეგ ისაა, შეიძლება მაგის გამო კიდე ხო, მიჩვეული ვარ მაგას კაცო. აი რა, ნახევარზე მეტი რას ვაკეთებ, მაინც ვერ ხვდები რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ ხოლმე. ეგ მაგას არავის არ იმაშრები ხოლმე რა ქვია. აი მაგის გამო ხო არიან რო ტიპები რო ბრაზდებიან რო ან რაღაცა ის. ბჭო არა, ვიცი რომ ანუ მე ისეთ რაღაცებს ვამბობ ხოლმე, რომელსაც ახსნა თუ არ მოვაყოლე, რთულია მიხვდე რას ვაკეთებ და რატო ვაკეთებ რა. იმიტომ რომ მე ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ, შენც მიცნობ და ვიმუშავია ერთად და ძალიან ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაცას ვამბობ და ყველა მიყურებდით გიჟებივით რა ოთახში რა. ხო, ანუ სანამ ხო და შეიძლება არც დავასრულო ეგ აზრი რა. აი live production-ები როდესაც გქონდა ხოლმე რა. მაგ დროს მე რადგან პროდიუსერი ვარ ხოლმე, რაღაცაზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება რომ მჭირდება, ეგრევე ვიღებ მაგ გადაწყვეტილებას და ვეუბნები ტიპს, რომ აი ეს არის გასაკეთებელი რა და რო შემომიტრიალდეს ამ კითხოს რატომ? ხო, დრო არ არის მაგ. ანუ მაგისი დრო არ არის, შეიძლება ეს ტიპი აუდგე გამოვწიო და გავაგდო საერთოდ და მე გავაკეთო ის საქმე რა. რაც მქონია კიდევაც რა, ერთ-ერთ ტურნირზე მომივიდა ეგეთი რამე, რომ ანუ რაღაც პატარა ჩეპე იყო, უთხარი რომ ეს გააკეთეო და მიყურებდა თვალებში, აი რატო უნდა გავაკეთო ეს ამიხსენიო რა. და სანამ მაგას აუხსნდი რა, ანუ იმდენი დრო გავიდო რომ მერჩვენა მე თვითონ გამეკეთებინა ეგ ყველაფერი. და რთული არის ეგეთი რაღაც რა. როდესაც ძალიან ბევრ რაღაცას ითვლი თავში სწრაფად, შეიძლება აქ ძალიან სწრაფად აზროვნები, მაგრამ პირის აპარატი ვერ მოყვება ეგრე სწრაფად. რაც ძალიან ხშირი არის, უმეტესწილად ეგრე არის ხოლმე. შენც ამეთანხმები. ანუ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ეხლა აი აქ მაგის ფუფუნება გვაქვს რომ შეიძლება აი ავდგე, გავჩუმდე, დავფიქრდე როგორ ჩამოვაყალიბო ისე რომ
მისაღები იყოს შენთვის ეგ რაღაცა რაც თქვი, მაგრამ როდესაც მაფიის თამაში ავიღოთ რა, ერთი წუთი მაქვს და ამ ერთ წუთში ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს სათქმელი, ახსნას არ დავიწყებ არაფრის რა. აუ ძალიან რთული მგონია იქ რაღაც. ეხლა მეგობრებში ხო თამაშობთ ხოლმე და იქ მაინც ერთ წუთს არავინ იცავს ხო ხდები რა. ისეთია და იქ რაღაცა კაცრი რეგლამენტი რო გაქვს. ხო, არა, მან ძალიან რთული არის. აბა მიდია და კიდე ზუსტად ერთ წუთი ისაუბრე. ხო. ერთ წუთში როგორ ჩაჯდები შენ რაღაცეებს? დაალაგო სათქმელი ისე რომ თან რაღაცა სწორი ისინი გააკეთო. ხო. აქცენტები რაღაცა თან ვიღაცისთვის საეჭო ტიპი არისო, თან რაღაცა მოკლედ საკმაოდ საინტერესოა. ეგ ისაა და მე მაგალითად როგორც მაგ თამაშობდი ხოლმე რა, იყო ის რომ ერთ რაღაცას არ განვიხილავდი რამოდენიმე სხვადასხვა ვარიანტს ყოველთვის რა და პროცენტულად ვანაწილებ ხოლმე, ვთქვათ, აი ამის შანსი რამდენი არის, ამის შანსი რამდენი არის და მაგის მიხედვით ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას და ვცდილობ რომ რისკები შევამცირო მინიმუმამდე რა. და მაგისი ახსნა რომ დავიწყო იქ რომ ეს ვფიქრობ რომ აი ეს უნდა იყოს ეს რაღაცა ერთ წუთში მაგ ყველაფერს ვერ ჩატევ. ამიტომ გიწევს სწრაფად რაღაცა ეს და ყველა გიყურებს გიჟივით მერე რა. ეხლა ვინ ითვლება მათ ყველაზე ესეთ სტაჟიან გამოცილი იმათ რეგალიებით რაღაცეებით ისა? კალატოზი, ჰიტა, გელაშვილი და რაღაც ეგეთი მსმენია ხოლმე რა ხშირად რა. ბიჭო, კი, მაგრამ მანდ უმეტესად რა, ანუ კალა სტაბილურად კარგი მოთამაშე არის. ლაშა. არა, არაფერი მოუგია მე მგონი. კალას მოგებული აქვს. გუნჩი მოიგო. გუნჩი მოიგო. ერთ-ერთი ვინც ინდივიდუალურად მოიგო არის ბასტო. ბასტო მოიგო ინდივიდუალურად. ჰიტაც ხო ის იყო სერიულია რა. ჰიტა სერიულ, ანუ მე გულისხმობ ფინალს გულისხმობ. ფინალი. ხო, ერთ-ერთი ვინც ინდივიდუალურად მოიგო ბასტო იყო რა. და ბასტოს აქვს რაღაც აი ზებუნებრივი უნარი, რომ ემოციურად უფრო კარგად ხდება რაღაცეებს, ვიდრე ანუ ინტუიციურად. თვითონ ძალიან ემოციურად და მაგით ფარავს ყველაფერს. მე პირველი მაგას გავაკეთე. ინტუიტიურად ხდება ყველაფერს ხოლმე რა, რაღაცნაირად კითხულობს ყველაფერს რა. ხო, რაღაც. ოთახს კითხულობს ძალიან კარგად რა. მე მაგალითად ეგ არ მაქვს იმდენად და არც მაინტერესებს ეგ, იმიტომ რომ ჩემთვის მაფია არის უფრო მეტად ანუ ესე ვთქვათ, შანსების და პრობლემების, რა ქვია, პროცენტული გამოთვლის თამაში რა, ჩემთვის არის დედუქციური თამაში. ვიღაც სოციალურ თამაშად აღიქოს რა. რეალურად სოციალური დედუქციური თამაში არის და არც ის ასწორი როგორც მე ვთამაშობ ზუსტად ეგრე რო ითამაშო და არც ის ასწორი რომ მარტო ორივე უნდა გაითვალისწინო რა. მაგრამ რაღაცებში გამომიყენებია რა თქმა უნდა სოციალური ელემენტიც რა. თუნდაც იგივე რომ აი ანკეტებს ვაკეთებ ხოლმე. ცები და ასე შემდეგ. მაგრამ ეგ ძირთად შეიძლება მაგრად შევწდე მაგის გამო რა. კი, მაგრამ პატიოსთან თამაშობ მარტივი აშკარად რა. ბიჭო, თავისუფალი ხარ და თავისუფალი ხარ, ხო. ის არ გაქვს რაღაცა უკან. ხო და რაც შეეხება თვითონ მოთამაშეებს რა, კოპალა არის ხოლმე ყოველთვის ძალიან კარგი. ანანო თოთიაური არის ძალიან კარგი, ლაშა არის. ანანო იშვიათად თამაშობს. ანანო იშვიათად თამაშობს. უფრო წამყვანის არა, ადრე მიყავდა ხოლმე რა, მაგრამ ანანო ძალიან კარგი მოთამაშე არის რა რეალურად. ლაშა ძალიან კარგი არის. ლაშას არაფერი აქვს მოგებული. ლაშას ერთხელ აქვს მოგებული, მე მგონი ფინალი უბრალოდ იმითი, რა ქვია, რა გუნდთან ერთად რა. ხო. კალატოსთან ერთად ალბათ. არ მახსოვს. სულ 3 სეზონი არის ხო რაღაცა? მეხუთე სეზონია. მართლა ხო. ხო. თავდაპირველად ვაშკარა ისო აქტიურად უყურებდი. ხო, ნუ მე ანუ როგორ თქვა რა, ანუ ძველი მოთამაშეები ვინც არიან ხოლმე რა, ანუ ცოტა ძველ თამაშის სტილს არიან მიჩვეულები და ახალს ესე ვერაობესავით რა. იმიტომ რომ როგორც არ უნდა ილაპარაკო პერსონაჟები ჩემოვიდა. ხო, ნებისმიერ თამაშში გამოცდილებას და დათმობილ დროს პროპორციულად გადმოიტან მე შედეგში რა. 10000 საათი რო გაკატარებული ერთ და იგივე თამაში რა თქმა უნდა უკეთესი იქნება ვიდრე ის ტიპი ვინც ხო რაღაც თამაშობს რა. ხო, კიდე კარგი ანუ კალატოზი ძალიან კაი არის. ბასტო ისევ და ისევ საერთოდ სხვა მხრივ არის ძალიან კარგი. ჰიტას მაგალითად ბოლო პერიოდში ცოტა ფეხი უცდება ხოლმე რა. მაგრამ ის მომენტი იმის მერე ალბათ ერთი იმ გამარჯვების მერე უფრო დობა დაკარგა. ხო, აი ეგეც არის რა. ხო რა, კარგი მოთამაშეებიც ყავს, მაგრამ უმეტესობა თამაშობს აი უბრალოდ იმიტომ რომ ითამაშოს რა. G2G დამავიწყდა ბიჭო თვითონ. მე G2G-ს თამაში არ მინახე. ერთხელ იყო მე მგონი. G2G არის ხოლმე აი როგორი იცი რომ აი შემოდის და მე აურა მოაქვს მაფიის რა თვითონ რა რაცა და ანუ როგორი მოთამაშე არის იცი რომ G2G ცდილობს ყოველთვის თამაში დადოს სანახაობრივი რა, ოღონდ ყველა ათამაშოს სანახაობრივად რა და მაგრად მევასება ეგ მაგის თამაში რა, ანუ მოსაგებად კი არ თამაშობს რა, სანახაობის შესაქმნელად თამაშობს რა და ძალიან კაი არის ეგ. ხო და რავი რა ვთქვა. რა გითხრა აბა? ეხა იყო ხო ახალი ბოლო თამაში? აუ კი და ისა რა ქვია, ნინიკო მამარდაშვილმა იმენა ხონურად ჩაუტარა რა.
ლაშა გელა შვილს ისეთი გაუკეთა. ანუ აი ზუსტად მე როგორც ვიყავი რომ ნიკა რო დეტექტივად ბოლო თამაში შემირაც რომ ნიკა დეტექტივად გაიხსნა და ანუ აღარავინ აღარ დაიჯერა რომ ანუ დეტექტივი ვიყავი. ნუ ფლად ისეთი გადასარევი გახსნაც არ მქონდა რა. ანუ მაგარი მოდუნებული ვიყავი და მაგ თამაში საერთოდ არ უნდა ყოფილიყავი, მაგრამ უბრალოდ ბოლო წამს მომიწია ჩანაცვლება. და საერთოდ არავითარ ხოძე არ ვიყავი მან, მაგრამ ნუ excuses არავითარი ეს არ არის რა ქვია რა, ანუ გამართლება მაგას არ აქვს, თუ მიხვედი უნდა ითამაშო ბოლომდე, ვერ ვითამაში. ჩემი ბრალი არის. და ანუ ეგ როგორც იყო, იქ ნინიკო პირველად თამაშობს და ლაშა გაიხსნა დეტექტივად და ნინიკო მეგრევე ოპა გამოიჭირა რა და არავინ აღარ დაუჯერა ლაშას რა. შემეცოდა, მაგრამ მეთქი აი ზუსტად იგივე გრძნობა არის, როგორც მე რო გამომაგდეს თქო რა. ხო და ძალიან ანუ ბიჭო გოგოები ძალიან კარგად თამაშობენ ხო. ხო და ადრე არ იყო ხომ ბევრი ეგეთი გოგო. ვაფშე არ დადიოდა ხომ რა? ბიჭო არა ერთეულები იყვნენ. ანუ იყო ძირითადად ლენკა, ნინი და სიფრიფანა იყო ხოლმე ვინც თამაშობდა რა. ხო. ხო და ეხა კაია რო გაძლიერდა. ოსმო ტიკტოკერები არიან ხო? ბიჭო YouTube-ზე არ არიან დენი გოგოები და ეგა პრობლემა რა. მე მაგალითად საზინა იყო ხოლმე და არა. საზინა ბოდიშა. ხო, საზინა ხო YouTube-ზე იყო ხოლმე, თეო იყო ხოლმე YouTube-ზე. ხო, თეო. ფოქსი ელენიკო ეხლაც დებს ხოლმე ვიდეოებს, ანუ ელენიკოს არ შეუჩერებია თავისი ვიდეოების დადება რა. მაგრამ გავლენა უფრო იქ. მაგრამ TikTok-ზე აქ რა გავლენა, მაინც როგორც არ უნდა ატრიალო, ანუ ფოქსი ელენიკოს ვინმე რო იხსენებს როგორც TikTokers, ან Instagram-ის ტიპს, ვიდრე YouTubers რა. კიდე ვინ არის? ეხა მაგალითად ლინა კოდებს ხოლმე ვიდეოებს YouTube-ზე, NIC-დებს ვიდეოებს. ლინა კოდს ვისა. ხო. NIC-დებს ხოლმე ისევ და ისევ რეპ კულტურაზე და ჰიპ-ჰოპ კულტურაზე ვიდეოებს. და პოდკასტებიც აქვს ხოლმე რაღაც საინტერესო შეხვედრები. კიდე ვინ? რამოდენიმე სტრიმერი გოგო ყავდა კიდე მაგალითად რაღაც Valorant. Gaming-ზე რო იყო ხოლმე არხი. გოგო და ბიჭი, აუ ვინ ამოვიწა სახელები Gaming-საგ. ასლანა და ის რო იყო, რა ქვია, სოფია? ხო. აღარ არის? არა. კაცების პროექტი იყო და როგორც უმეტესობა კაცების პროექტისა, ეგეც ჩავარდა. კაცების პროექტი იყო ახლა? ანუ მაგათ ხო საპოდკასტე სივრცე ქონდათ ეგეთი გაკეთებული და ქონდათ ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი რა. რაღაცა იყო ნაზე საჭმელებზე, კულინარიაზე, რაღაცა იყო ფსიქოლოგიაზე. ერთი და იგივე რაღაცა პროდუქტი იყო, მაგრამ ხო ნუ არც ერთმა არ გაამართლა მაქიდან. ისევ კაცებს დაუბრუნდნენ, რაც სწორი არის, იმიტომ რომ როდესაც ერთ რაღაცაზე ხარ ფოკუსირებული, უფრო უკეთესად გამოგდის, ვიდრე 1000 სხვადასხვა რაღაცაზე რა. ხო, მას სხვა ანუ ვიღაც სხვა ტიპი რო ყოფილიყო, ვინც სხვა რაღაცებს ჩაერთვებოდა, დამოუკიდებელია. ალბათ ეგ გაასწორებდა. ბიჭო აი მან იდეაში კაცები არ იყვნენ რა ჩართულები. ანუ ესენი ასლანა და სოფია აკეთებდნენ მაგას რა იმენას უმთლიანად. ხო, არა ძალიან მომწონდა. ბიჭო, კარგი იყო, მაგრამ აუდიტორიასთან ხო პატარა, იჩემნაირად არიან რა, პატარა აუდიტორია. შენაირად არ არიან. გეტყვი რატო? გეიმინგზე ძირითადად რა, ანუ აუდიტორია. გეიმინგი ძალიან დიდი აუდიტორიაა. გეიმინგი ძალიან დიდი აუდიტორიაა, მაგრამ გეიმინგზე უმეტესობა ვინც არის მაყურებელი არიან პატარები. პატარებს საუბარი არ აინტერესებს, აინტერესებთ Minecraft-ში როგორ ტეხავს ვიღაცა აგურის ბლოკს, რომელსაც ვერ უყურებ მე ვერასდროს. ხო, ვერც მე. ანუ აი მომკალი და ვერ უყურებ. რატო უნდა gameplay-ს რატო უნდა უყურო ვიღაცა სხვისას, როდესაც შემიძლია ვითამაშო? კი, რა ვიცი. არ მისმის მართლა. ანუ ბრაზდები მაგაზე. ანუ აი ბავშვობაში ვარ მქონდა კარი კომპიუტერი უყურებდი ხოლმე რაღაცა. ხო, შეიძლება მიზეზი ეგ იყოს, მაგრამ დღესდღეობით რა, ანუ Minecraft-ს არ ჭირდება ახლა არაფერი. Minecraft-ზე არ, მარტო Minecraft-ზე არ არის, ნებისმიერი თამაში არ არის რა, რთულად ხელმისაწვდომი რა და უმეტესად იმდენად ოპტიმიზირებული არის ხოლმე ყველაფერი, რომ კარტოფილზე გახსნი რა, მაგრამ ნუ ახლა თუ არ ჩავთვლით რაღაც AAA თამაშებს და რაღაცა ისეთებს, როგორც არის რაღაც ხო ისი ხო აი ეგეთ რაღაცები მაგაზე ხო გჭირდება რა კომპიუტერი რა უეჭველი ray tracing-ი რო გინდა რომ შეიგრძნო მე დღემდე არ ვიყენებ ray tracing-ს იცი ანუ არ მიყვარს ეგ ტექნოლოგია და ყოველთვის ბრაზდები იმაზე რომ FPS-ი მაკლდება იმიტომ რომ მე ვარ ტიპი რომელიც ანუ პერფორმანსზე არის ორიენტირებული მერჩევნია რომ სწრაფად 5 კაცი დაუბრიდო და ვიდრე ლამაზი გარემოში დაბრიდო 5 კაცი არ მაინტერესებს ეგ გარემო როგორი არის არც მე არა ჩემთვის ყველაზე საყვარელი თამაში დღესდღეობითაც არის რავი როგორ Unreal Tournament ანუ Unreal Tournament-ი რო იყოს დღეს ისეთი როგორიც ანუ უშუალოდ აქტიური player base-ი რო ყავდეს Unreal Tournament-ს ვითამაშებდი ეხლაც მაგრამ არ არის Quake-ს თამაშობ ხოლმე შიგადაშიგ და Apex-ი მიყვარს ძალიან მაგრად იმიტომ რომ აი ეგ ვაიბი მოაქვს რა ანუ
სუფთა გეიმპლეი არის. გეიმპლეი. არ მაინტერესებს ვიზუალი. გეიმპლეი როგორი არის ეგ არის. ხოლმე ჩემთვის მთავარი რა. რთულ იმას შემოვაბიჯე რა, ესე იგი რა, სეგმენტში, მაგრამ მთელი მუღამი ის არის ჩემი არხის, რომ გარდა ამ პოდკასტები იყო ერთ-ერთი ნაწილი და მე კი შენთან მილაპარაკე ძალიან ბევრი ხა ვიწყებთ ძალიან ბევრ პროექტებს რა. მაგალითად რობოტების აწყობა, სხვა საინჟინრო ჯგუფი ყოლება და ტასკები ექნება და რაღაცა კონკრეტულ დროში შეასრულა ხოლმე ეს მისიები და ამავდროულად რა. ან უფრო კეთება კრაფტინგი, შემოქმედებითი ნაწილი. ეხლა მე ძილის წინ სულ უყურებ ხოლმე რაღაც ეგეთ კრაფტის რაღაცებს რა. ჩემთვის ეგ არის ძალიან მაგარი თემა რა, უყურებ ვიღაცა რაღაცას როგორ აკეთებს რა. ჰექსმითია შენი საყვარელი არხი. ხო, და რა ვიცი, მაგათი მოკლედ რა, რაღაცა რა თქმა უნდა გვინდა რომ მაგათგანაც გადმოვიტანოთ რაღაცეები. რო უფრო ისეთი გავხადოთ გარდა პოდკასტებისა, სანახაობრივი ნაწილი შემოვიტანოთ რა. რომელიც აუდიტორიას მოგიყვანს. ხო, რომელიც აუდიტორიას მოგიყვანს, მაგრამ ამამდეც მინდა რომ ეხლა იმ პროექტებს ჭირდება ძალიან ბევრი ფული. და ამ თანხებს ძირითადად ხარჯავთ ჩვენ გუნდი ვინც ვართ, იმიტომ რომ არანაირი სპონსორი ჩვენ არ გვყავს და ასე შემდეგ რა და გვინდა რაღაცა რა დონეზე აუკრიფოთ ეს ხალხი, რა ერთი 5-1000 გამომწერამდე ავიდეთ და მე მართლა გავაკეთოთ ის რაღაც უფრო ძვირადღირებული რაღაცა, რომელიც კიდევ უფრო მეტად მოგვიყვანს, კიდევ უფრო ახალ ხალხს რა. იმისათვის რომ ყველაფერი მოხდეს, თქვენ კი უნდა გამოიწეროთ არხი. ხო, ეს გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოწერა დალაიქება კომენტარებ ლინკს. არანაირად არ დაარეკლამო. შეიძლება დაარეკლამო და გავულინკო ლინკი? რატო დაარეკლამო? არ ვიცი, უფრო სწრაფი შედეგებისთვის. აი, სწრაფი შედეგი არა. ანუ როგორც გითხარი, შეიძლება ნაწყვეტი ტიპი გადმოვიდეს და მარტო ის არ ქნა. ნაწყვეტი უნდა იყოს იმისთვის, რომ ტიპი დაინტერესდეს და თვითონვე მოგძებნოს, იმიტომ რომ თვითონ თუ გძებნის ვიდეოს ჩაუჯდება. როდესაც პირდაპირ აძლევ ტიპს, ლინკს, ზარმაცად რა. ანუ შეიძლება რომ ვიდეო დაარეკლამო პროს რაღაც ნაწყვეტი YouTube-ზე. არ დაარეკლამო. ვაფშე არა? არაფერი არ დაარეკლამო. Facebook-ზე, YouTube-ზე არ ვაპირებ კაცო. კომიუნიტიები გამოიყენე. კომიუნიტი დავიწყე შეკრა ჯგუფის. გააკეთე Facebook ჯგუფი. ძალიან რთულია. გააკეთებელი მაქვს. Spotify-ზეც ვარ, SoundCloud-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, ვაფშე. გამოიყენე შენი მეგობრების, ჩვენი მეგობრების საკომუნიკაციო, ესენი რა ქვია, ჯგუფები რაც არის რა. ანუ ამაზე მე მგონი ეს რო დავდოთ ჰიტასთან ჯგუფში, მე არავინ არ იტყვის რაღაცა რატო დებ. აი ჰიტა რომ ეყოლება სტუმრად. ხო. კალატოზი მოიყვანე. აი კალატოზი ხო იცი ეგრევე მინიმუმ 20000 ნახვა არის ნებისმიერ არხზე რაც არ უნდა იყოს. მკვდარ არხზე 20000 ნახვა ეგრევე გეწერება რა. ნახოთ აი გიომდეც. გიო მოვიდა შენამდეც. მოდი გიო მოდი. ხო. ხო რაღაცა ისეთი ის. ცოტა შეიძლება ტექნოლოგიებზე საინტერესო იქნება ცოტა. ვუდი დაუდგი. იცი რა გავუკეთე მაგას? ავტომატური ჩამოსხმელი. ავტომატური ჩამოსხმელი არა ეს ქვევიდან მაგიდის ქვევიდან ეს ხელი რო ამოდის ლუდის კათხა რო ამოაქვს და ეს აი ტერმინატორის ხელი რო გიდევს რა ის. ხო, აი მაგან და ამოაწოდოს და აი შეიძლება რა რაღაცა. სხვა შორის ეხა ერთ-ერთ პროექტზე რა ეგეთი ჩელენჯი გვინდა გავაკეთოთ რა. გავამშღავნებ წიასწარ რომ მახარასთან ერთად ვფიქრობთ რა, მაგით დაწერას რა. რომ 2-3 გუნდი მყავდეს ინჟინრების და შექმნან მოწყობილობა ავტომატური საჭმლის მიმწოდებელი. და მახარამ გატესტოს ეს ყველაფერი. ეგეთი ჩელენჯი გვაქვს. ოღონდ საჭმელს რა თქმა უნდა მახარა ირჩევს რა. თითო გუნდისთვის განსხვავებული. შეიძლება რომ პირველი კერძი, მეორე კერძი დესერტი აირჩიონ. ბიჭო, გეხვეწები მახარასთვის რო იქნება რა. შეიძლება რომ რაღაც პატარა ბაგები მე გავუკეთო მაგას. კი, როგორ. ანუ საჭმელი რომ მიაქვს და ესე რო უყავს და რაღაცა ეგეთი რო იყოს რა. ეს კი. რატომ მითხოს რა? კაი სანახავი იქნება. არ მოშოვს რაღაცა. და ნახოთ მე მგონი საინტერესო იქნება. ანუ ბაგ პროექტებში რაღაცები მოაზრებული, მაგრამ ჩანახაზები გვაქვს უკვე რა, გასაკეთებელი. კორნდოგი რო იქნება და სახეზე რო უსმევს და რაღაც. აი, თვითონ არჩევს. ან შეიძლება დესერტ ტორტი შეაქვს. არა, ეგიც არა, ეგ ჭკვიანი არის. მოიფიქრებს რაღაცა ისეც რომ არ დაისვაროს. არა, რა თქმა უნდა, დაცვითი მექანიზმები გვექნება რომ არ დააზიანოს ახლა, ხო? მაქსიმალურად. ხო, მაქსიმალურად რომ არ დააზიანოს. მინიმალური ზიანი მოსულა, მაქსიმალური არა, ხო? ხო, მაგაზე მე შამპური თვალში არა. ხო, არა, ხო, მე აჩი მოვკლავს თალკე. მაგაზე შევთანხმდებით რომ უსაფრთხო იყოს მაქსიმალურად. ხო, ზარი არა. მოკლედ, რა პროექტები ბევრი გვაქვს. დრამა იდეებს თუ გაგვიზიარებ მე კიდე ცალკე იმის გარეშეც იდეები ხო იცი ზოგადად არ მიყვარს ხოლმე საჯაროდ იდეები არა ხერხები როგორ შეიძლება რომ ეს იდეები მივიტანო კარგად მე თვითონ იმას რა ქვია ეგ მაგაზინების მიერ დროს კაცო ნებისმიერ რაღაცას ნებისმიერ დროს კი იცი ყოველ ხაზზე ვართ ხოლმე ჩვენ და რაც არ უნდა ვიყოთ ყოველთვის ერთად ხო თავად მაშინ გეიმინგის ნაწილით ხო თამაშებს კი შეეხე შენ ის თამაში გიყვარს და ამ შემდეგ მაგრამ
ეხლა როგორ ფიქრობ პირობითად რა არის მაგალითად ისეთი რაც რასაც ყველაზე მეტად ელიან ეხლა ამ მომენტში რომ ნუ GTA შემდეგ წელს გამოდის. ხო, გადაიდო. რაღაცა მაგასაც მე მგონი ელოდება ხალხი. მე მაგას ველოდებოდი რომ ეგ მოხდებოდა. ხა, მაგას ყველა ელოდებოდა მე მგონი რომ გადაიდებოდა. უნდა ანუ იმიტომ რომ Rockstar-ისგან ეგ ის არის ჩვეულებრივი ამბავი, ხო? რავი, კიდე ერთი delay-ც რო იყოს, არც ეგ გამიკვირდებოდა რა. CD Projekt-ი ხო არ არის რომ სადაც 3 წლის დაუსრულებელი თამაში გამოვიდა. გამოდა, ხო. ეგეც დაუჭდა ძვირი. კი. ძვირი დაუჭდა. მაგრამ სამაგიეროდ მე Wings of Liberty რო გამოუშვეს, მოხოდეს მაგათ კი. Wings of Liberty იყო თუ არა Liberty? არა ერქვა. Wings of Liberty. კარჩო. ხო. მე არ მითამაშე ის. მე მაგალითად დამკარგეს რა მაგით. Age Runner-ი რო გამოუშვეს. Age Runner-ი ხო, ეგ ცალკე. მაგან ცალკე მოხოდა. ისო გააცოცხლა პირობითად რა. ხო, გამოაცოცხლა ისო თავისი ისა. ეგეც არ მინახავს. ო, ძალიან მე არ მინახავს. გასწორდება ძალიან თუ. არა. არ ანუ არა, ნახე როგორ რაღაცა არის. Cyberpunk-ი მე ძალიან მაგრად ანუ ველოდებოდი. დემო რაც იყო ვითამაშე, ოღონდ დახურული დემო ვითამაშე იქ პოლონეთში რა. და შენ რაღაც ჯილდოს გადაეცი, ხო? მე მაგათ გადავეცი საუკეთესო აუდიოს ჯილდო, ხო. მაგრამ რას მომფიცე რომ საუკეთესო აუდიო კი ქონდა, მაგრამ ერთხელ რო ვითამაშე, იმდენად გამიქრა სურვილი მაგ თამაშთან მიბრუნების რა. დაგხალა რაღაც მომენტში. ბიჭო, იმდენი ბაგი იყო, რომ პროსტა ბაგებით ვკაიფობდი ბოლოს რა. ანუ პროსტა გავიარე ეს რაც იყო story და side missies, როდესაც ანუ RPG-ებში side missies ყოველთვის ვასრულებ, მან არც კი გამიფიქრია, რომ მაგას გავაკეთებდი რა. ანუ დავამთავრე, მეთქი, ვა, რაღაცეები კარგი არის, რაღაცეები შეიძლება დაუკეთესი ყოფილიყო, მაგრამ იმენა დავიტანჯე იმდენი ბაგებით და იმდენად არაოპტიმიზებული იყო და ლოიალურად მაინც ის. ხო, მაგრამ ანუ მე გამოშვეს იგივე. რაც დემო იყო იგი. ანუ არ ვიცი, კარგი, მოკლედ წავშალე და მეტი აღარც მეუბრუნებულ ვარ მაგას 2021-ის მერე არც კი ჩამერთავს ეგ თამაში. ხო, მეც რო გამოვიდა ჩავრთე, ერთი რა ვიცი ეს 4-5 საათი ვითამაშე მაქსიმუმ. 1-20 საათამდე დავხარჯე მაგაში მე, მაგრამ შევეში მეც რაღაცნაირად. ანუ მაგრამ საინტერესო იყო ვიზუალები და რაღაცეები, შეიძლება და მე რაღაცა იდებოდა ხოლმე განხილვები GTA-სთან ადარებდნენ ხოლმე რა. ხო. GTA-სთან რომ ეს და სტროლა ისიც და კითხვა მაქვს შენთან, ეს როდის უნდა დაიდოს ეს პოდკასტი რა დღეს? ალბათ დაიდება შემდეგი კვირის 4 შაბათს. ანუ ეგ იქნება 13 რიცხვით? გეტყვი. 14 უწევს. 14 იქნება წესით და რით? ეხა დავდებ დღეს 4-ში, მე დავდებ 8-ში, 14-15. ანუ 4 შაბათს ან 5 შაბათს რა. კაი, ეხა ნახე, თუ 14-ში დადებ. ხო. მაშინ მაგის შემდეგ დღეს გამოდის ალბათ ჩემი საყვარელი თამაშების სერიის კიდე ერთი ნაწილი. Doom-ი გამოდის, ახალი, ვა. Dark Ages გამოდის რა. და მაგას ძალიან მაგრად ველოდები და Doom-ი არის ალბათ თამაში, რომელმაც ესე რომ ვთქვათ, FPS ჟანრისკენ ისევ მომაბრუნა რა, იმიტომ რომ გადასული ვიყავით და უფრო სხვა რაღაცეებისკენ. და Doom-ი ხო ნოსტალგიით იყიდება მაინც არა? რა ნოსტალგიით, ბიჭორის ნოსტალგიით. ანუ Doom 2016 რო გამოვიდა, აი აბსოლუტურად ამოაყირავა მანამდე რაც იყო რა, ანუ პირველი ორი Doom-ი რაც იყო რა, ანუ ეს ჩათვალე. ხო, ძველი, ის რაცა ყველაფერზე რომ კი. რავი, PDF ფაილში რო შეგიძლია რომ ითამაშო. ითამაშო ჩვეულებრივად, კი. ან ნების ყველაფერზე საი რავი, ტელეფონზე არ მომხი, კამერის ეკრანზე შეიძლება ვიღაცამ დააპროგრამოს რომ ითამაშო რა, მიმი არის ჩვეულებრივი რა ეგ. მაგის მერე Doom 3 რო გამოვიდა, საერთოდ სხვა ატმოსფერო იყო და 12 წლიანი წვეთის მერე გამოვიდა Doom 2016, რომელმაც აბსოლუტურად ამოაყირავა მანამდე რაც იყო რა Doom 3 რაც იყო და დაუბრუნდა იმ ძველ ნოსტალგიური თემაც იყო კი, იმიტომ რომ უფრო აგრესიული და ხოცვა-ჟლეტვაზე ორიენტირებული იყო და არა ჰორორი იყო, მაგრამ სამაგიეროდ gameplay-ში შემოიტანა ისეთი ელემენტები, როგორიცაა მაგალითად Glory Kills-ი, რომელიც არა უბრალოდ ვიზუალური მხარე არის, არამედ თვითონ gameplay-ის იმდენად ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის, საბაზო მხარე არის, რომ მაგის გარეშე ვერ ითამაშებ რა. თუ გინდა რომ სიცოცხლე მოიმატო, ტყვეები მოიმატო, რაღაცები უნდა გააკეთო ეგეთი რა. გაიძულებს რომ ეგ გააკეთო, ჩაერთო თამაში მაქსიმალურად რა და პლუს მაგას დამატებული დინამიური მუსიკის ტექნოლოგია გამოიგონეს Doom-ით. და ხდება როგორი რაღაც რომ როდესაც შედიხარ შენ ანუ რაღაც ლეველის იმ ნაწილში, სადაც გატრიგერდება და უნდა დასპაუნდნენ ეს დემონები, ირთვება მუსიკა. რაც უფრო და უფრო ინტენსიური არის მათთან ბრძოლა, მით უფრო და უფრო ინტენსიური ხდება მუსიკა. და რაც უფრო და უფრო მეც კლაუდა ან ნაკლები არის დარჩენილი, მუსიკაც ნელ-ნელა იკლებს იქამდე სანამ ბოლო ტიპამდე რომ იხვალ ეს მუსიკა ნელ-ნელა გადის და всё, აგზელებ ისე შენს ჩვეულებრივ იმას მოძრაობას რა. და ეგ არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ყველა ტურს აქვს თავისი დამახასიათებელი მუსიკა.
თითქმის ყველა რაღაცა ესე რომ თქვა boss fight-ს თავისი დამახასიათებელი ყველაფერი აქვს თავისი stage-ები და თავის ყველაფრით რა. და ანუ არტს რო შეხედო ვიზუალური არტი, ანუ ტიპები რას ეწეოდნენ, მაგას რო აკეთებდნენ, ეგ მაქვს ხოლმე პირველი აზრი. და მე კიდე, როდესაც გამოვიდა მაგის სიკველი, Doom Eternal-ი რა, მან კიდე დაამატეს ახალი მექანიკა, რომ ანუ ეს ხო იყო აგრესიული. Doom Eternal-ია, თუ Eternal-ი როაც აღიქე. Doom Eternal, Eternal არა, Doom Eternal რა. და Doom 2016 რაც იყო რა, მან დრო უფრო ჰორიზონტალური იყო რა, ყველაფერი და უფრო აი, ესე რომ ვთქვათ, აგრესიაზე იყავი და მიწაზე იყავი რა ესე რომ ვთქვათ აგრესიული. აქ გამოჩნდა ისე რომ უცებ ვერტიკალური მოძრაობაც დაემატა და პლატფორმინგის ელემენტები შემოვიდა უკვე გეიმპლეიში რა და Doom Eternal-ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნაწილი არის ის რომ დეში დაემატა. ანუ FPS შუტერში დეში გაქვს ჩვეულებრივ როგორც სხვაგან არის რომ აი მისრიალებს სადღაც რა და ეს დეში საჰაერო მოძრაობებშიც გეხმარება. ხო. Double jump-ის გარდა დეში გაქვს რა. და ძალიან საინტერესო ნავიგაცია შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მთლიანად მაგ თამაში რა, ანუ მექანიკა არის რომ შეიძლება ვთქვათ ჰუკი გაქვს, რომელთაც შეიძლება დემონზე მიახტე, ხო? იქით და ანუ მაქინან შეიძლება ტრევერსალი გააკეთო და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ინოვაცია შემოიტანეს მოკლედ ამ ორი თამაშით FPS ჟანრში რა. და ეხლა Dark Age-ში დაუბრუნდნენ ცოტა სხვა მხარეს რა, რომ ერთი ჰორიზონტალური იყო უკვე გამის გეიმპლეი არა. გეიმპლეი კი კაც ჩვეულებრივ იყო. პირველი რო იყო უფრო ესე რომ ვთქვათ ჰორიზონტალური, მეორე ვერტიკალური და პლატფორმინგის ელემენტებითა და მესამე არის უკვე შემოტანილი ფარი გაქვს. და შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი რაღაც იარაღები გაქვს. აი მე ძალიან მევასება თამაშების შუა საუკუნეების იარაღების და კრაფტინგის. ნუ ხო, ოღონდ რა თქმა უნდა, აქ დემონური იარაღები გექნება რა. რაღაც ფლეილი გაქვს, ეს რა ქვია, flails. არბალე, ისა დიდი რო აქ რა ქვია, Morning Star-ივით რა. ხო. ანუ მოკლედ ეგ გაქვს, რომელთაც შეგიძლია რომ ისგან ხმლის მაგივრად ეგ არის, ფარი გაქვს, რომელსაც chainsaw-სავით ნაშობა რა ქვია, ეს გარშემო რაღაცეები აქვს და ამ ფარი ბლოკით შეგიძლია, ამ ფარის სროლად შეგიძლია და კარჩე რაღაცეები დაემატა რა. კრაფტინგი არის მაგთან. კრაფტინგი არა, რა თქმა უნდა, არა Doom-ი არის რა, კრაფტინგი. აიღე იარაღი მოკალი დემონი, მარტივი გეიმპლეი არის. მაგრამ ეს მარტივი გეიმპლეი თუ გინდა რომ ესე რომ კრაფტინგები მაგრად მოვასება. მე მაგალითად მაგრად ნერვებს ამშლის ეს კრაფტინგი ხოლმე რა, იმიტომ რომ მე მიყვარს მარტივად რო კეთდება რაღაც რა. ანუ მე მიყვარს აპდეიტები, როცა პერსონაჟი ვითარდება და იარაღი ვითარდება და რაღაც. ანუ პერსონაჟის განვითარება სხვა არის, მაგრამ აი როდესაც იარაღებს და რაღაცებს ვიღებ ხოლმე რა, ანუ ზოგადად მე მიყვარს როგორც მომაწვდი, ისეთით ვითამაშებ რა. არ მიყვარს გაკ იარაღით ისაა. არა, რა თქმა უნდა არა. მთელი Doom-ის მუღამი არის რა, სირთულე არის რაში. დაბალ სირთულეებზე არ მომობ რა. მაღალ სირთულეზე რომ მიდიხარ და ეს დემონები არიან, როგორ თქვა, bullet sponge-ს ეძახიან რა, ანუ იმდენი უნდა ესროლო, კაროჩე ამ ტიპს, რომ აი რავი, გაათავებ 5 იარაღის ყველა ტყვიას რა. მაგისთვისაც ზუსტად ეს glory kill-ები და სხვადასხვა მექანიკები, რომლებიც ემატება თამაშს, რომ ტყვიები აიმატო, სიცოცხლე აიმატო და რესურსების მენეჯმენტზე გადადიხარ რა. უცებ უბრალოდ შუტერიდან გადადიხარ რესურს მენეჯმენტ შუტერზე. ხო, აი ეგ უკვე საინტერესოა, ეგ ჩამითრევდა რა. ხო, იმიტომ რომ უცებ ადგები ვიღაცა უნდა გაყინო, ცეცხლი წაუკიდო და დაარტყარო, რო გაყინავ HP-ს გიგდებს, რო ცეცხლს რო წაუკიდებ, armor-ს გიგდებს და როდესაც final kills გააკეთებ, glory kills რო გააკეთებ რა. ანუ ოპტიმიზაცია გააკეთო იარაღების დაზოგვის და არა მხოლოდ იარაღების ხო, ზიანის მიყენების რა. ზუსტად ეგაა, რომ ანუ ტიპს სიცოცხლეს იღებ შენი ისა რა ქვია, მოწინააღმდეგის გაყინვით და ცეცხლის წაკიდებით რა. და პლუს მაგას დამატებული glory kills თუ გაუკეთებ, მოგდის ტყვიები. და ამიტომ კარჩე რესურსები ისე უნდა დაამენეჯო, რომ ანუ ეს ტიპები, ამ ტიპების ესე რომ ვთქვათ, გამოყენება გიწევს როგორც რესურსების მოპოვებისათვის რა. ხო, მაგარია. და საბოლოო ბოსს რო ებრძვი და პახოვ ქვევით რაღაც პატარა დემონები მოგზდამე რა, იმას რომ ბევრ ტყვიას ესვრი, ეს უცებ უნდა მოკლა, ამისგან ტყვიები აიღო და ისევ ის და აი მე ბოლო რაც ვითამაშე იყო God of War და Last of Us-ი რა. მე ძალიან იშვიათად თამაშობ და უბრალოდ ეგ თამაშები ხო რაღაცა ისეთი. პარემ Last of Us შევეხეთ და ნუ ჩვენ კი ვიცოდით რაც მოხდებოდა რა. ეხლა რო გამოსულია სერიალზე მაგას. ხო, სერიალზე რა. და თუ უყურე მაგას. კი, უყურე. მე რას ფიქრობ? ანუ პერსონაჟზე მოდი აღარაფერს აღარ ვიტყვი, იმიტომ ისაც ბევრი ეილის პერსონაჟზე არის საუბარი, ხო? მაგრამ ელიზე არ ნაწილი დავიკიდე. მე უბრალოდ პრობლემა მაქვს თავიდან პირველად რო Last of Us-ი ვითამაშე, მეორე ნაწილი რა.
ებიზე მქონდა პრობლემა, რომ ანუ მეთქი აი ჩაულებრივად რატომ აინდა-მაინც ხალი და კაცი ხო შეიძლება და ყოფილიყო, მაგრამ მე დავუფიქრდი და ეხა სხვა შორის ძალიან ისეთი პერსონაჟი, ანუ თამაში ძალიან კუნთიანი და სხვანაირი ტიპია. ბიჭო, ხო და მე რომ დავუფიქრდი, საერთოდ სხვა რაღაცა არის მან რა, ანუ ების უწევს მთელი ცხოვრება ისე რომ იყოს, რომ ანუ გაძლიერდეს იმდენად რომ მოერიოს ჯოელი, ხო, ჯოელის ნაირი ტიპი, რომელსაც რა ვიცი, ყველა ამოხოცა, მაგრამ ზუსტად მაგას ვამბობ რა. ანუ ეგ არის დამახასიათებელი თვისება ების, რომ ანუ ხალი არის, რომელმაც სპეციალურად იმ დონემდე მიიყვანა ფიზიკურად თავი, რომ ესე ჯოელი ხო დაემარცხებინა რა და მოეკლა. ანუ ეგ ქონდა მიზნად რა და მაგიტო თავიდან არ მომწონდა ეგ პერსონაჟი, მაგრამ მე რო დავუფიქრდი მივხვდი. მაგრამ სერიალში რო უცებ არის ნაზი გოგო. ანუ ეგ არის, მაგრამ მე ერთადერთი ერთ-ერთი ხასიათი იყო ცოტა ისეთი, მაგრამ ნუ სერიალშიც ხასიათზე მეტად ბიჭო, იმან გამიტრუხა მე ეგ რო ზის და უხსნის რატომ მოვიდა რომ მოეკლა. ხო. ანუ მაგ თამაშიდან მომენტი არ მახსოვს. თამაში არ ეგ მახსოვს რომ კლაუს ყველაფერი მახსოვს ეგ ისა ელი რო შედის და მაგ მომენტში ყველაფერი რა, მაგრამ ახსნითი ნაწილი თამაში არ ვიცით ები ვინ არის და რატო კლაუს ჯოელს. თამაში ვიგებთ მერე. ხო, მე აქ სერიალში პირდაპირ მოდის და გეუბნება რომ ანუ აი გახსოვს იქ რო იყავი, მამა ჩემი მოკალი შენ და მაგიტო უნდა ვიგებთ ისე რომ ების პერსპექტივას თამაშობ და ხო მან რაღაცებს ვალაგებ. კი, ზუსტად და ეხლა უცებ კაროჩე იცი როგორი პონტია რომ ები რო გვეგონა ჩვენ თამაში ძალიან ცუდი მაყურებელს. იმიტომ რომ დებილ მაყურებელზე არის გათვლილი, მოდი ეგ ვთქვათ რა. ხო, აი ბიჭო, აი ზომბების მიმართულებით რაც რამე სერიალია. ყველაზე ლოგიკურია, რასო, იმიტომ რომ ყველაზე ლოგიკური არის გამოწვევა, როგორ შეიძლება გახდეს ზომბი. ხო, შოკოვანი ინფექციით. და რაც რეალურია. იმიტომ რომ არსებობენ სოკოები, რომლებიც ჭიანჭველებს მართავენ რა. ანუ ხო და თან სოკო დღეისობით კიდევ შეუსწავლელი ამბავია. ყველაზე ძველი რაღაცა არის. სცენარში გადის და არც ცხოველში გადის, მაგრამ არის ნაწილობრივ ესეთი ცოცხალი, იმიტომ რომ აქვს თავისი სისტემა. და ამის გარდა მილიონობით სახეობის სოკო არსებობს და ყველას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს. ერთ-ერთ სახეობას შეუძლია ჩასახდეს რა, დაიპყროს პარაზიტული ნაწილია, დაიპყროს ჭიანჭველის ორგანიზმი. და განამოკლას, არამედ სიცხეს შეუნარჩუნოს, მაგრამ მართვაში მიიღოს მონაწილეობა, რომ სპორები უფრო მეტად გაავრცელოს რა. ხო და დღესდღეობით ადამიანს ატუარი მართება სოკო. ერთი რომ ადამიანს რაღაც ნუ დაავადების კუთხით სოკოვანი დაავადებები არის ძალიან ბევრი, კანის დაავადებები და მილიონია, მაგრამ ეგ არაფერი მნიშვნელოვანი ეგ არ არის ჯერჯერობით. სოკოს არ შეუძლია იმ ტემპერატურაზე სიცოცხლე, რა ტემპერატურას ადამიანის აქვს რა, 36 გრადუსი პირობითად. ხო და ანუ ევოლუცია თუ განიცადეს სოკოებმა. ხო. ან შეიძლება დაგვერხეს. კი, იმიტომ რომ რასაც ჭიანჭველას უშვება, იგივეს თავისუფლად. თან არ არსებობს რამე განკურნების გზა რა ჯერჯერობით. შენ ახლა ერთი რაღაცა თქვი, რომელზეც თეორია არის ეგეთი, რომ რატო არ ინფექცირდება ელი. ელის ქონდა რაღაც კონკრეტული დაავადება. სოკოვანი დაავადება, ხო, რომელიც უკვე ქონდა გადაწყდა. ხო და ეს სოკოვანი დაავადება რო არის, იმ სოკოვან, ასე ვქია, დაავადებას ანეიტრალებს რა. თორე ანუ მეტი არაფერი არ არის რა მაგაში ის, რომ ანუ სისხლის ანალიზი რო გაუკეთეს თუ გახსოვს რა, ანუ ვერაფერი ანომალია ვერ აღმოაჩინეს. თავისუფლად იქნება უეჭველი რაღაცა. ხო, და მაგიტო უნდათ რომ გაიხსნათ და მოეკლათ. რეალურად ეგ არის რა, ანუ არავითარი ანტიდოტი არ ქონია, უბრალოდ არის ის, რომ დაავადების მატარებელია თვითონაც. გადატრონის სხვა დაავადების. ხო. და ეგ მომენტი ახლა ზუსტად აღარ მახსოვდა რა როგორანაირად იყო, მაგრამ ეგ მახსოვდა რომ თავის ტვინიდან ნაპირებდნენ რაღაცებს გაკეთებას. ზუსტად მაგიტო იყო ეგ. ხო და ანუ ზუსტად მაგიტო რა უბრალოდ თეორია არის რომ მაგიტო არის რა, ეგ იმიტომ რომ სისხლის ანალიზში რაღაცა ანომალია აღინიშნებოდა ყველაფერი. ხო და ნუ როგორც არ უნდა იყოს. ძალიან რეალი ისტორია ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ერთადერთი რაღაცა რასაც არ პატიობ, ჯოელი ეგრე მარტივად არ წავიდოდა და არ გადაარჩენდა ვიღაც უცხოებს, როდესაც ხედავდა პირველი ეჭვის თვალით უყურებდა. ხო. და ვაფშე ციხლზე ეკიდებოდა ეგ. ეგ იყო ერთ-ერთი პრობლემა, რაც თამაშიც იგივენაირად. ხო, აი თამაშთანაც მე რო დავფიქრდი, ყველაზე დიდი პრობლემა იყო ეგ, რომ ჯოელი მოიქცა თავისი პერსონაჟის, ესე რომ ვთქვათ, საწინააღმდეგოდ. და მე მიმები ვნახე ძალიან ბევრი, რომ ფიქსით რო იყო რა, ანუ იმ მომენტში რომ ეპიშველას ითხოვს და ჯოელი ხელს ართმევს, ხელში აღსაჭერინებენ და ესრია. ხო, მარტივი გამოსავალი. ორჩა. ანუ მთელი მარტო მამა კი არა, შვილიც მიაყოლა და მე ვაფშე ის ყველა ვინც იყვნენ, რა ქვია, სახში სადაც შევიდა, იქაც უნდოდა ჯოელის მოკლა რა, ხა ების გამო იყო იქ ყველაფერი ისტორია და ხო, ძალიან მაგარი მე არის ძალიან საინტერესო თუ ების პერსპექტივას კიდევ უფრო კარგად აჩვენებენ, მაშინ განეიტრალდება ეგ სიტუაცია. ბიჭო, აი არ ვიცი როგორ წავა სერიალში, მაგრამ უკვე არ მომეწონა რომ ები
ვიცით რატომაც კლავს ჯოელს რა. ანუ უნდა იყოს ისეთი, რომ უნდა შეგეზიზღოს რა, ჯერ უნდა გძულდეს და მერე უნდა იყოს რა. და მერე უთან აქვს, ხო. მაგრამ ეხლა წავა ელის და ების ზიზღზე რა და ჩხუბზე და რაღაცა. ხო, მაგრამ ელის რო ზიზღი არა აქვს, ხო ხვდები მაგასაც. იმიტომ რომ ელიც რო გზაში იგებს მაგ ყველაფერს, მაგიტო არის ეგ. და ბოლოს ვაფშე პატიობს. ხო, პატიობს. ეგ არის მთელი ისა, რა ქვია, ისტორია. ჩვენ ელისთან ერთად ვიგებთ, რა. თან ორ სულ მეგობარს უკლავს იქ. ესე მახსოვს შენ. მაგას რომ და მე შეიძლება საკუთარი თავით რომ მაშინ მე ზაგართვი ვიღაცო და მოდიო მაშინ პათილი იყოსო რა. ზუსტად. მაგაზე არის რომ ანუ მიტევებაზე არის ბოლოს რა და ის რომ ერთმანეთს უგებენ, იმიტომ რომ ორივე მოდის რაღაც ძალიან დიდი ტრამვიდან რა და ესე ეხლა რაც არის რა ანუ ელის კარჩო ებიზე ჩვენ ხო გზადაგზავსავთ და ელი ბოლოში იგებს რა და ჩვენთვის ეგ ეხლა მე მგონი ამ იმაში ელი მარიცის რა ვიცი ესეთი ელი მარიცის მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ხო ჩვენ ვიცით ანუ ნახე ის არ გვაქვს ჩვენ უნდა გვეცხოვრა როგორც პერსონაჟი ისევ გაგვეგო როგორც პერსონაჟი იგებს რა ხო ანუ ეხლა წარმოიდგინე თამაში რომ ებით თამაში მოგიწია იმენა ხო ბრაზდებოდი რომ აი ჩემი საყვარელი პერსონაჟი როგორ ანუ მოკლა ტიპმა და ამითი უნდა ვითამაშო ეხლა და შენი თავის გძულს დეველოპერებიც გძულს რა თმინდოდა მეთქი ეს ხო ანუ რა მინდა რომ ჯოელით და ელითი ვითამაშო ისევ და ებიც რატომ ტენით და იმე ბრაზდები და მე ნელ-ნელა შენ თამობები და მთელი ამბები რო ეღო ხოლმე რა ზუსტად ეგ მომენტი არის ხო და ბოლოს ის არის დრამატურგია ჩაკლეს თან ბოლოს ენა ძალიან მაგარია რა ეწყლის პირას ნავთან რო ემოში გაქცევა რომ უნდა თორეს მეგობრების გადარჩენა რაღაცა და ები რო განწილული თვალებით უყურებს ელის იმიტომ რომ ბოლოს სიტყვი მაგისია რა და მე აი მიტევების ნაწილი უკვე და რაღაცა ძალიან საინტერესოა აი ის ნაწილი შეგიძლია კაკრავს TikTok-ისთვის ამოჭრა Last of Us-ზე რო საუბრობთ სერიალზე და ფილმზე მაგრამ ეს ნაწილი ბოლოში რასაც ვამბობთ როგორ შეიძლება რომ მორჩეს ეგენი ხო არ გინდათ ასე რომ ხო თორე ხო ეგა და კაი მე ჩავსვა სხვა დროს შევინახა ამ იმაში გარჩეული რო ქონდეს რა კი მშვენიერ მოგეთ ოზი ძალიან დიდი მადლობა მე მგონი კიდე რაღაცებს შევხვდებით ხოლმე ბევრ რაღაც პროექტს ვაპირებთ როგორც და მე მგონი ხო შენ ხე რაღაცა კაი ეგმები გაქვს რომ ესეც მე შენ თალკე ისაუბრებ ამის საშუალება გექნება ამის და რა ვიცი მაყურებელს მინდა რა ვთხოვო რომ გამოიწერეთ არქი და დაწერეთ კომენტარი ვინ გინდათ რომ შემდეგ გადაცემაში მოვიყვანო რაზე გინდათ რომ ვისაუბრო და რამდენიმე ტიპის დიდ პროექტსა გათამაშებას გეკმოთ 10000 გამომწერზე როცა ვიქნებით და მაგ პროექტებში მეც მიგულე შენ გვერდით რა თქმა უნდა სხვანაირად ნებისმიერ რაღაცა რაც არ უნდა იყოს ხო იცი სულ აქ ვართ რავი რამდენი წელია ვაკეთებ რაღაცებს ისე რომ გადაკვეთილად ვართ სულ რა ვიცი 5-6 მეტი 17-18 და 17-18 და ხო ასე რომ რავი 8 წელია სადღაც ესე ბევრ პროექტთან განსხვავებული თემატიკის პროექტებში ვიყავით სულ რა ხო და ესეც ისეთი ეს და სხვა შორის ეს ფართი იყო რამაც პირველად გადაგვყარა ხო და ისა იმდენ რაღაცაში ეს მაინც შენი სფეროა რა ეს სფერო მაინც შენია და კი აღარ ხარ ხა აქტიურად ჩართული შენ პირადზე მაგრამ სხვა დანარჩენის ყველას ხარ ჩართული არა მანდაც ბრუნდები მაშინ თუ ბრუნდები შენი არხი აუცილებლად გაილინკება აქ და ხო ახალი არხი თუ იგივე არა იგივე არხი და სხვა შორის მაგარი საინტერესო კონტენტი მოვიფიქრე და იდეაში ამ დროისთვის ეს ვიდეო რო გავა აქიდან რაღაც რამოდენიმე კვირაში დაიდება უკვე ვიდეო იმიტომ რომ დავიწყეთ გადაღებები და ამჯერად ეს არქივში დატოვებას არ ვაპირებ როგორც უმეტესწილად რასაც ვიღებ ხოლმე იმის. რამდენი ვიდეო მაქვს არქივში? დარწმუნებული ვარ შენ გექნება. მე არქივის არ ვთაღარ, მაქვს შლი ყველაფერს. ანუ მე მაგრამ დარენდერებულებს ბოლოს ვიტოვებ მარტო რა. მე მასე არა. მე უბრალოდ ანუ რაღაცებს რო გადავიღებ და ვთქვათ მე საბოლოო პროდუქტი არ მომწონს, არ ვდებ. ძალიან ბევრი არ დამიდია ეგრე. დადე შენ დადისკენი დაცხალე არა კაცო ანუ მე თვითონ თუ არ მომწონს და მე თვითონ თუ არ ხო ეგ არა ანუ პირველ რიგში მე უნდა ვთვლიდე რომ ღირს დასადებად რომ დავდო რა ხო და ეგ არის და ეგ ხო და გამოიწერეთ მეგობრებო ოზის არხიც იქნება აღწერაში გალინკული ჩემი არხით წაღან როგორც გითხარით არ დაგავიწყდეთ Facebook ჯგუფ შემოვერთით რომელიც გვაქვს ასევე აღწერაში და კიდე ბოლოს ერთხელ მინდა გაგახსენოთ რომ რობოტების ბრძოლის შეჯიბრება გამოცხადებული, რომელიც ჩატარდება ივლისში. რეგისტრაცია შეგვიძლიათ გაიაროთ 15 მაისამდე. შევეცდები რომ ეს ვიდეო დავდოთ 13 მაისს. მე 15 მაისამდე რეგისტრაცია თუ უნდა გაიარონ, ამ ვიდეოში რომ არა, გადაწია ერთი კვირით კიდე გაუზარდე. ხო, მოგეთ შეიძლება გადაწეული იყოს უკვე. ამიტომ რა ვიცი, მოკლედ შედით მაინც შემოიხედეთ ჩვენს ლინკზე და მინიმუმ სტუმრის
რანგში მაინც დაესწარით, იმიტომ რომ ძალიან მაგარ მასშტაბურ ღონისძიებების სერიას დავიწყებთ რობოტებით, გავაგრძელებთ დრონებით და მე კაცმარიცის რა იქნება შემდეგ. დრონების ბრძოლები უნდა ისქნა? დრონებ რეისინგის დრონ რეისი, სექტემბერში ვაპირებთ ხოლმე შორის. ოკეი, ეგ საინტერესოა. დიდი რაღაცების გაკეთებას. მეთქი უცებ დრონებით ბრძოლა თქო და უკრაინაში ხო არ მივდივართ მეთქი ეგრე. მაგრამ პოპულარიზაცია ეგ არის, რომ რაც შეიძლება მეტი პილოტი ყავდეს, რა იცი რაში და ბიჭო, კი. მაგრამ FPV-ზე არ მქონდა სხვათა შორის დიდი გამოცდილება და ამას ინებზოთ საერთოდ და აი ჩვენი FPV დრონები აგერ. აურა მაგარია. ჩაოლებრივი დრონზე, ანუ ჩაოლებრივი ვერ არის, ვერ кайფებ ეგრე რა. მაგით ვკაიფებ ხოლმე просто იმიტომ რომ cinematic shot-ებს რო აკეთებ. გადაიღებ რაღაცა. პრესიმინა ადრენალინია. კი, სპორტია რა. კი. თელი მუღამე კაი. მოკლედ პროექტი